საღამომშვიდობის საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოსტს ტოვებს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხდება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია. მზერაში 22 საათზე მიხეილ მაჭავარია, დავით უსუფაშვილი, მამკა კაციტაძე, პავლე კუბლაშვილი. 16 ნოემბრის მზერაში თქვენ ნახავთ. ბანკიდან სახელმწიფო კანცელარიაში, კანცელარიიდან კი პირდაპირ ბანკში დიდი გაცვლა ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფო შტოს შორის. პრეზიდენტი ლადო გურგენიძე ჟურნალისტების პირისპირ წარდგენისთანავე ტოვებს. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ხავს. დიდი აქცენტი გაკეთეს სოციალურ პროგრამებზე. განცხადებების ხალისი არ აქვს ზურაბ ნოღაიდელს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე გადახავთ. კომპრომატების ახალი ტალღა სატელეფონო მიყურადებაში დღეს პირველად ჟურნალისტები ჩნდებიან. გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ტელეიმედი ჟურნალისტებით მანიპულირებდნენ. ეხლა ტოლეკა ჩამოვა მან. და დაგირეკავს რა, მე რაღაც დავამარე სიტუაცია. აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ბადრი პატარკაციშვილი განსაზღვრავს პირდაპირ მითითებების გზით ტელეიმედის სარედაქციო პოლიტიკას. საგანგებო მდგომარეობა მოხსნილია ტელეიმედის სამოწყებლო სივრცის გარეთ რჩება. ნახეთ მზერაში 10 საათზე. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ხავს. პრეზიდენტის გადაწყვეტილების პოსტს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე დაიკავებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახალი პრემიერის ძირითადი სამუშაო დასაქმების პროგრამაზე, პენსიებისა და ხელფასების გაზრდაზე იქნება ორიენტირებული. წარდგენის შემდეგ ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ საზოგადოების გზავნილი გაიგო. დამატებით, კონსულტაციები ახალ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის შაბათ-კვირას გაიმართება. ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ არ საუბრობენ. მინდა გაგაცნოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ზურაბ ნოღაიდელთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუადგინო მას შემდეგ, რაც ბატონ ზურაბის გადაწყვეტა ამ თანამდებობიდან წასვლა ლადო გურგენიძე. ლადო გურგენიძე წარდგენილი იქნება ახალ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად უახლოეს საათებში და იმედია, რომ დამტკიცდება უახლოეს დღეებში საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად. მე მინდა პირველ რიგში თქვა, რომ ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობა იყო წარმატებული და მე მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი რამ საქართველოს მთავრობას, რომელიც ჩაიწერება ბოლომდე მის აქტივში და ეს ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. მეორე მხრივ ჩვენ გვჭირდება დაწყებული რეფორმების ბევრად უფრო აქტიურად გაგრძელება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ხელდაკაპწებული მუშაობა. ჩვენ ვაქვს დავალება მიცემული ახალი პრემიერ-მინისტრისადმი, რომ უზრუნველყოს უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად საქართველოში პენსიების გაორმაგება, მასწავლებლების ხელფასების მკვეთრის და სოციალური დახმარების მკვეთრის და დასაქმების პროგრამების მკვეთრი გაფართოება, ჩვენი რეფორმების შედეგების კიდევ უფრო ფართო და კიდევ უფრო აქტიური მიტანა თითოეული ჩვენი მოქალაქისადმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენმა რეფორმებმა კიდევ უფრო აქტიური ხასიათი შეიძინოს, კიდევ უფრო სწრაფად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. მე მინდა თქვა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი გამოუჩნდა ამ დღეებში საქართველოს, ისევე როგორც ზოგიერთებს წარმოდგენა შეექმნათ, რომ საქართველოს წაიბორძიკა და დაჭრილია და სვავებივით გარშემო უტრიალებენ ჩვენ ქვეყანას. ვერ ეღირსებიან, ვერ შეძლებენ ამის დანახვას. ვერ შეძლებენ იმას, რომ საქართველოს დაინახო როდესმე როგორ წაიბორძიკა საქართველოს, როგორ დაიხია უკან. ამის გარანტი ვართ ყველანი ჩვენ. და ჩვენი წარმატებული განვითარება და გაგრძელება კიდევ უფრო ჩქარი ტემპით. იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან ბევრი შემოყვარებს იმედის თვალით, ისევე როგორც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალები არიან დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ექსპერიმენტი გარკვეულწილად წარუმატებლობის ჭაობში ჩაეფლოს. მაგრამ ამას კიდევ ერთხელ მე ბოლო დღეებში ჩვენ დავანახეთ ეს მსოფლიოს და გვაპირებ დავანახოთ მომავალში. ვერავინ ვერ დაინახავს. ჩვენ ვიძენთ ახალ პრემიერ-მინისტრს, ესე იგი ახალ ენერგიას, ახალ ძალას, ახალ სერიოზულ სტიმულს. მე მინდა გითხრათ, რომ ლადო გურგენიძე და ჩვენ ბატონ ზურაბთან ერთად ჩამოყალიბდით ასევე ბევრ საკითხზე. ლადო გურგენიძე არის ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, თუ არა ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც აქვს დასავლური განათლება მიღებული, რომელსაც აქვს ძალიან ექსტენსიური სამუშაო გამოცდილება ინგლისში და ამერიკაში და სხვა ქვეყნებში და რომელსაც შეძლო აბსოლუტურად მკვდარი
საბანკო სექტორის გაცოცხლება, ლონდონის ბირჟაზე პირველად ქართული აქციების გატანა, შექმნა ძალიან წარმატებული ფინანსური სტრუქტურის და ასევე კარგი ორგანიზება ქართველი ბიზნესმენების, ძალიან კარგი რეკლამირება და სახელის გატანა საქართველოს თემსოფლიოში. ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ასეთი ენერგია, ასეთი წარმატების მოდელი, ასეთი დონის მენეჯერი და ამავე დროს ამ სამოქალაქო პოზიციის ადამიანი. მე ასევე მინდა ყველა შევახსენო, რომ ლადომ ბოლო კვირეებში დაარაზმა თერი ქართული ბიზნესი სტაბილურობის და სახელმწიფოებრიობის ხარდასაჭერად. და რა თქმა უნდა, ამისთვისაც მე ვარ მისი ძალიან მადლობელი. მე მიმაჩნია, რომ მისი უზენაესობა ხალხის მესეჯი მიღებულ და გაგებულ იქნა. ეს მესეჯი მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე. და ეს, რა თქმა უნდა გასდევდეს ფონად იმ რეფორმებს, რომელსაც ვთქვათ, პარლამენტის მიერ ჩემი დამტკიცების შემთხვევაში ჩვენ უეჭველი გავატარებთ. გარდა ამისა, კეთდება აქცენტი დასაქმებაზე, ახალ სამუშაო ადგილებზე. მე ჩემს თავარ ამოცანას, თუ კი პარლამენტი მე დავამტკიცებს ამ პოსტზე, ვხედავ იმაში, რომ აეწყოს კომუნიკაცია, დიალოგი და შეძლების დაგვარად მოხდეს კონსენსუსის ჩამოყალიბება, ხალხს განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველ ფენებს შორის და სამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს შორის, რომელთაც რეალურად ემყარება ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, წინსვლა, ის პროგრესი, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო 4 წლის მანძილზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის და პრეზიდენტის მეთაურობით. ლადო გურგენიძე საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2006 წელს აირჩიეს. მანამდე კი 2004 წლიდან გურგენიძე ბანკის გენერალური დირექტორი იყო. 3 წლის განმავლობაში ლადო გურგენიძემ პროფესიონალთა გუნდი შეკრიბა და მათთან ერთად 18%-იანი საბაზრო წილის მქონე კომპანია 34%-იანი წილის მფლობელი გახადა. ეს მაჩვენებელი დსთ-ს ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. ლადო გურგენიძეს საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში 10 წლიანი გამოცდილება აქვს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ზურაბ ნოღაიდელი საკუთარი სურვილით გადადგა. სავარაუდოა, რომ ზურაბ ნოღაიდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გაკეთებულა. ზურაბ ნოღაიდელი პრემიერად 2005 წლის თებერვალში დაინიშნა. პოლიტიკაში კი ნოღაიდელი 1992 წელს მივიდა. ზურაბ ნოღაიდელმა 1998 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ალაგი პირდაპირ ეთერში გვერდება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ. საღამოშიდობისა მოგესალმებით და თქვენს მაყურებელს მივესალმებ. ბატონო მიხეილ, პირველ რიგში საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელიც განხორციელდა, გამოიცვალა ზურაბ ნოღაიდელი. რატომ და თუ იყო ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილი? ცნობილი რას გულისხმობთ უბრალოდ? თუ იყო ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილი, ანუ პარლამენტთან თუ იყო შეთანხმებული პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა თუ გაცნობათ იმის შესახებ, რომ აპირებდეს საკადრო ცვლილებების გატარებას, ანუ პრემიერის შეცვლას. პრეზიდენტი როგორც წესი ძალიან ხშირად მართავს კონსულტაციებს თავის საპარლამენტო გუნდთან და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც, როდესაც მან სერიოზულად დაიწყო ამ საკითხზე ფიქრი, გარკვეული კონსულტაციები პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარესთან, შემდეგ ჩვენთან, უმრავლესობის წევრებთან, რა თქმა უნდა, იყო. რაც შეეხება ლადო გურგენიძეს, პირველ რიგში მინდა ვთქვა ზურაბ ნოღაიდელზე, იმიტომ რომ ზურაბ მართლაც ძალიან რთულ პერიოდში ჯერ ფინანსთა მინისტრი იყო ამ ქვეყნის, ჩვენ ერთად მუშაობდით, ძალიან რთული გზა იყო, მაშინ იყო არა მარტო როგორც ფინანსთა მინისტრისთვის რთული, არამედ ბრძოლა თვითონ შიგნით კაბინეტში, ბრძოლა რეფორმატორული ხაზის წინააღმდეგ, შემდეგ ნოემბრის მოვლენების მერე რევოლუციის მერე მოგეხსენებათ სურა ფინანსთა მინისტრი იყო. ძალიან ბევრი რთული, საკმაოდ არასასიამოვნო საქმე იყო მაშინ გასაკეთებელი და მე მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკაში როცა ხარ ადამიანი, უნდა მიეჩვიო, რომ შენ გაგაკრიტიკებენ სამართლიანად, უსამართლოდ, იმიტომ რომ ყოველთვის ხარ გარკვეულად ფოკუსირებული აი ადამიანების გარემოცვის თვალის ქვეშ. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს რთული პერიოდი, როდესაც ბატონი ზურაბის ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ზურა გახდა პრემიერი და ძალიან რთული რეფორმების წინ იყო ქვეყანა და მიუხედავად აი ამ ზოგჯერ
სამართლიანი ძალიან ხშირად უსამართლო კრიტიკისა, ზურაბმა გაიარა ძალიან ღირსეულად და მე ვთვლი რომ ამ ხრივ მართლა ის შეფასებები, რომელიც ხო პრეზიდენტის მხრიდან აბსოლუტურად სწორია. რაც შეეხება ლადო გურძენიძეს, მე ხა რამოდენიმე წუთის წინ ვისაუბრე ამაზე ბატონ დავითთან ერთად. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ჩემთვის ნათელი იმ ხრივ, რომ აქ საუბარი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტ სიგნალზე, კიდევ უფრო მეტ გზავნილზე ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ საჭიროა იმ რეფორმების კიდევ უფრო მეტად ახსნა, კიდევ უფრო მეტად ხალხამდე დაყვანა თუ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ. ჩვენ აბსოლუტურად გვაცნობიერებთ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური პრობლემები და საჭიროა ძალიან დიდი გარღვევა, მაგრამ იმ საფუძვლის გარეშე, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რამაც მოიყვანა ქვეყანა აქამდე, შეუძლებელი იყო ამის დაწყება. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი პრემიერი ჩვენ მასთან გავმართავთ სერიოზულ დისკუსიას, იქნება თანამშრომლობა პარლამენტსა და პრემიერის კაბინეტს შორის, იქნება კიდევ უფრო მეტი საუბარი იმაზე თუ როგორ წავიყვანოთ ესა თუ ის რეფორმა, რომ კონკრეტულად ყველა ოჯახმა, როგორც ქალაქში, სოფელში, დაბაში, ყველა სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა დაწყებული საბავშვო ბაღებიდან დამთავრებული პენსიონერებამდე იგრძნოს თუ რა კონკრეტული ძვრები მიდის და რას მიიღებს ის ამ ძვრების შემდეგ. იგრძნოს პოზიტივი რეფორმებისაგან. რაც შეეხება რომელიც ძალიან რთულია. რეფორმებს პირველ ეტაპზე ყოველთვის ახლავს გარკვეული ნეგატიური ბუნებრივია. ბატონ მიხეილ, რაც შეეხება პარლამენტს, ბუნებრივია უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრეზიდენტის კანდიდატურას, მაგრამ თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, ოპოზიცია როგორ ხვდება ამ გადაწყვეტილებას? ლადო გურგენიძეს დაუჭერენ თუ არა მხარს, თუ იცით? ოპოზიცია, იმიტომ არის ოპოზიცია, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრება და ის როდესაც მოვა ხელისუფლებაში, მას თავის კანდიდატურა ეყოლება. მე არ ველოდები და ნუ გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია რომელიმე კანდიდატს ვინც არ უნდა დაასახელოს დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მხარს დაუჭერს. მას ექნება ვინაიდან აქ არის ხედვის საკითხები. ჩვენი ოპონენტები სხვადასხვანაირად ხედავთ ამა თუ იმ ეტაპზე ტაქტიკურ გადაწყვეტილებებით. ამიტომ მე არ ველი და ნუ იქნება მოლოდინი, რომ ოპოზიცია ეს არის ისეთი კანდიდატურა, რომელზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდება. აქ არის საუბარი კანდიდატურაზე, რომელიც სწორედ აი რაზეც მე ვისაუბრე, კონკრეტულად გადადგამს ნაბიჯებს, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ კიდევ უფრო უკეთ გაიგოს. თუ რა კონკრეტული სიკეთე ექნება ამა თუ იმ რეფორმის წარმატებით. რა შედეგი მოაქვს რეფორმებს? აი თქვენ აპელირებთ რეფორმებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრეზიდენტას, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზურაბ ნოღაიდელმა გასულ წელს 2006 წელს სწორედ USAID-ის მიერ დაიმსახურა საუკეთესო რეფორმატორის წოდება მიიღო. რატომ წავიდა ზურაბ ნოღაიდელი? მე მგონი ამაზე პრეზიდენტმა ამომწურავად ისაუბრა და ბატონ ზურაბის პოზიცია ცნობილია. მე ვერ გამოგადგებით ექსპერტად ახლა ბატონ ზურაბი მე მგონი პრეზიდენტმა და ბატონ ზურაბმა როცა დღეს პრესასთან გამოვიდნენ და თავის პოზიცია დააფიქსირეს ყველაფერი ნათელი. რაც შეეხება ბატონ მიხეილ ზურაბ ნოღაიდელის უკვე შემდგომ ნაბიჯებს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შესაძლოა ზურაბ ნოღაიდელი გადავიდეს ეროვნულ ბანკში რამდენად რეალურად. იცით რა, ახლა ისეთ კონსპირაციულ თეორიას ნუ აგებ. ბატონ ზურაბი როცა ჩათვლის ამ საჭიროდ თვითონ გააკეთებს ის რჩება საქართველოში ის თვითონ გადაწყვეტს სად იმუშაებს, როგორ იმუშაებს და მე მგონი ბატონ ზურაბთან თქვენ არ გექნებათ პრობლემა, რომ მან თუ ის გადაწყვეტს ამის შესახებ ღიად განაცხადოს თუ არა და ის თავის საქმიანობას გააგრძელებს იქ, სადაც ჩათვლის საჭირო. ბატონ მიხეილ, ერთ-ერთი ჩვენი დღევანდელი თემა არის შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციის შორის, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს კონსულტაციები და კონსულტაციები სავარაუდოდ გაგრძელდება ორშაბათსაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ქალბატონ ნინო დღეს ესაუბრა. მე შეთანხმება, დიახ. ქალბატონ ნინო დღეს ესაუბრა, მე როგორც ვიცი, რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ჩვენ გუშინაც გქონდა შეხვედრა, საკმაოდ დაძაბული მე ვიტყოდი. მე ვიცი, რომ თქვენი შემდგომი დიალოგის თემა სწორედ ეს არის. მე მგონია ის სტუმრები, რომელიც მოწვეული არიან, ძალიან დეტალურად ახსნიან საკითხებს. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ დიალოგი არ დაწყებულა აი ამ 7 ნოემბრის შემდეგ. დიალოგი იყო დაწყებული, იყო საკითხები, რაზეც მიდიოდა მუშაობა და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად საარჩევნო ადმინისტრაციას გულისხმობ, ჩვენი ოპონენტებისთვის ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო და ცნობილი იყო თუ რაზე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ აქ არ იყო მთავარი ეს, როგორც ჩანს, აქ ეხლა უბრალოდ ამაზე რჩება საუბარი. რაც შეეხება დიალოგის დაწყებას, იყო
პირველი მოთხოვნა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ის გაუქმებულია, იყო იმ ოპონენტების წინააღმდეგ, რომელიც არის ფაქტობრივი მასალა, რომ ჰქონდათ მოლაპარაკებები და შეგახსენებთ მაესტრო და როცა ზარები ისმის, რომ რატო უშვებთ დროს და 100,000 ადამიანია ქუჩაში და ამ შემდეგ, რომ მათ მიმართ არ იქნებოდა გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები და ისინი დაიკითხებოდნენ ამ ეტაპზე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ წრეებს, სადაც ეს ადამიანები ტრიალებენ, ალბათ უნდა დაინტერესდნენ, ვინ არიან, რაზეა საუბარი და ასე შემდეგ. ესეც ხელისუფლების მხრიდან იყო დაკმაყოფილებული, იყო საუბარი, რომ შეწყვეტილიყო იმ ადამიანების მიმართ დევნა, რომელიც კონკრეტულ დანაშაულში არიან ხილებულები, ეს პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევა, პოლიციელის დაჭრა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმდით და აქ საუბარია რამოდენიმე ათეულ ადამიანზე, რომელიც დაჯარიმდა და გაუშვა სახლში. რამოდენიმე ადმინისტრაციული სახდელით იყო დაკავებული რამოდენიმე დღით. თუ არ ვცდები, არ მინდა თქვა, ამაზე ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ თუ იყო კონკრეტული წინააღმდეგობა პოლიციაზე, ეს არის დასჯადი, მაგრამ არა კრიმინალური საქმე. გასაგები. რაც შეეხება დაჭრას, ეს კრიმინალური საქმეა და იქ თავისი გაგრძელება ექნება და იყო საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რომელზეც დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი, ბატონი პალიკო და ბატონი მამუკა დეტალურად ჩაგაგებენ საქმეში. ამ თემას ჩვენ კიდევ ერთხელ შევეხებით. რაც თქვი სხვა ეთერში, რომ დიალოგი არის პროცესი, როდესაც არის რაღაც დაშორება და შენ ორ ნაბიჯებით ცდილობ დაახლოვდე. არ ნიშნავს ეს პროცესი, როცა ერთი მხარე მიდის სულ დაახლოებისკენ და მეორე მხარე სულ უკან და უკან იწევს, რომ გაგიმკაცროს პოზიციები. მე იმედი მაქვს, რომ ეს რამოდენიმე შეხვედრა, რომელიც სამწუხაროდ და იქნება დიალოგის ფორმატი და არა ულტიმატუმის. გამიჩნდა განცდა, რომ ხო არ არის ეს სწორედ ეს ულტიმატუმის ფორმატი, იმედი მაქვს, რომ ეს არ გამიმართლდება და იმედი მაქვს, რომ ორშაბათ ჩვენ კიდე ერთ ნაბიჯს გადავთვალთ. ჩვენ ზართავართ ჩავატაროთ ის არჩევნები, რომელიც ყოველთვის ტარდებოდა ამ ქვეყანაში, ბოლო 3 წელი მაქვს ხედველობაში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, კიდე ერთხელ შეგახსენოთ, ამ ქვეყანაში ჩატარდა 6 არჩევნები. და ყველა შეფასებით უცხოელების ყველა არჩევნები ჯობდა წინა არჩევნებს და ყველა არჩევნები იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. პრეზიდენტის არჩევნები კიდევ უფრო მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლები, იქნება ის ცვლილებები კოდექსში, რომელზეც ჩვენ თანხმდებით. შეიძლება არ არის, მე მამუკას დავესესხები სიტუაციების, რომ ეს არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ეს არის ნაბიჯი წინ და არა ნაბიჯი უკან. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, ამ თემას ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ჩვენ სტუმრებთან ერთად დაუბრუნდებით. რეკლამის შემდეგ მაყურებელი ნახავს ფილმს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს. ფილმი ასახავს ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას. ფილმის შემდეგ კი ჩვენ სტუდიაში სტუმრებთან ერთად დავით უსუფაშვილთან, მამუკა კაციტაძესთან, პავლე კუბლაშვილთან ერთად დაუბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. ტელეკომპანია იმედის ღია ეთერში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქროაშვილის გამოსვლის შემდეგ მთელი პოლიტიკური ოპოზიცია იმ კამპანიის ნაწილი გახდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას. მეთოდი მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება ხელისუფლების წინააღმდეგ და პოლიტიკური პროცესების 4 წლის წინანდელი რევოლუციის სცენარის დუბლირება. დაინიშნა თარიღი 2007 წლის 2 ნოემბერი. გეგმის მიხედვით, რომელზეც ოპოზიციური ლიდერები საჯაროდ აკეთებდნენ მინიშნებებს, 2 ნოემბრიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლების მიერ პირველადი პოლიტიკური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის, საპროტესტო ტალღის გაძლიერებისა და პროცესების ესკალაციის ფონზე უნდა დაწყებულიყო შეტაკებები დემონსტრანტებსა და ხელისუფლებას შორის, რის შედეგადაც სააკაშვილის ხელისუფლება დაემხობოდა. 2 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო მიტინგი ორგანიზატორთათვის მოულოდნელად ყოველდღიურად სუსტებოდა. ოპოზიციის მოთხოვნები კი სულ უფრო რადიკალურ ხასიათს იძენდა. საგრძნობლად შეთხელებული ძალებით, თუმცა მაინც გეგმის მიხედვით 5 ნოემბერს დაიწყო პროცესების ესკალაცია. სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირების მცდელობებითა და პრეზიდენტის დაუყოვნებელი გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის პირველი შეტაკება 7 ნოემბრის დილას მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და რუსთაველის გამზირზე აღდგენილი მოძრაობა ხელახლა გადაკეტეს. 2 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე დრამატულად განვითარებული პოლიტიკური მოვლენები 7 ნოემბერს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიტინგის დაშლით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. დაიწყო გამოძიებების სერია ანტიკონსტიტუციური გზით საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების სქემებისა და ორგანიზატორების გამოსავლენად. მოპოვებული სამხილებით გამოვლინდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ცალკეულ ქართველ ოპოზიციურ ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროცესების მართვაში აქტიური მონაწილეობა. ჯაშუშობისათვის საქართველოდან გაძევებულ იქნენ რუსეთის საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომლები. გამოძიებით ასევე გამოვლინდა, რომ მთელი პროცესების ორგანიზაციული და მატერიალური უზრუნველყოფის ცენტრს წარმოადგენდა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.
უფრო მეტიც, არსებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებებისა, რომელიც ადასტურებს ვარაუდებს, რომ ბადრი პატარკაციშვილი საკუთარ ტელეკომპანია იმედს იყენებდა პირადი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად და საქართველოში ხელისუფლების დამხობისა და ანტიკონსტიტუციური ქმედებების სამართავ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ასე დაიწყო ბადრი პატარკაციშვილის საქმე. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულია 2007 წლის 7 ნოემბერს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ამავე დღეს ჩვენ ეჭვმიტანილის სტატუსი მივანიჭეთ არკადი პატარკაციშვილს, იგივე ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ შეთქმულებაში მონაწილეობაში. რამდენიმე გარემოება არსებობს, რომელიც ამეჭს უჩენს გამოძიებას. გამოძიება ბუნებრივია მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სწავლობს ძალიან დაწვრილებით ყველა იმ გარემოებას, რომელმაც შეიძლება ეს ეჭვი კიდევ უფრო მეტად გაამყაროს ან გააქარწყლოს. იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პიროვნება იქნა ეჭვმიტანილის სტატუსით ცნობილი, იგივე 7 ნოემბერს იმავე დღეს იმ საფუძვლით, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, დედაქალაქში მიმდინარე პროცესები გადაზრდილიყო კიდევ უფრო მძიმე დანაშაულში, კერძოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, სახელმწიფო ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში. ამ საფუძვლით პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღადადებოდა ტელეიმედის ქონებას, რადგან არსებობდა საკმარისი მონაცემები და დასაბუთებული ვარაუდი, რომ სწორედ ეს ქონება იქნებოდა გამოყენებული ბადრი პატარკაციშვილის მიერ აღნიშნული მიზნის მისაღწევად. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ტელეიმედის ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა ტელეიმედის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის ნომერი B16 განკარგვა და გამოყენება. საზოგადოებას გვინდა განუმარტოთ, რატომ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ტელეკომპანია იმედის ქონებაზე ყადაღის დადება და მათ შორის მის მფლობელობაში არსებული ლიცენზიის შეჩერება. ეს ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს და ბუნებრივია ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს საზოგადოებას განუმარტოთ. პირველ რიგში მინდა ალბათ ყველასთვის ცნობილი ფაქტია და ბადრი პატარკაციშვილიც ყველა საჯარო გამოსვლაში და გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს იმას, რომ ის არის ტელეიმედის მესაკუთრე. ბოლო პერიოდში მან გავრცელა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ გადასცა მართვის უფლებით ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას სამართავად, მართვის უფლებით გადასცა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას მისი წილი იმედში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ეს არნიშნავს იმას, რომ მისი საკუთრებითი ურთიერთობა ტელეკომპანია იმედთან ამით შეწყდა და მით უფრო არნიშნავს იმას, რომ მან შეწყვიტა იმედის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ტელეიმედის პარტნიორის გადაწყვეტილება. 2007 წლის 6 ნოემბერი. გადაეცეს News Corp Europa Inc.'s ASH დელავერის შტატის საწარმო ადგილსამყოფელი 12-11 ამერიკის გამზირი NE-136. შეპესე ტელეიმედში სააქციო საზოგადოება იმედიას 100%-იანი წილი მართვის უფლებით შემდეგი პირობების დაცვით. A. News Corp Europa Inc.'s არ მიენიჭოს წილის ნებისმიერი სახით უფლებრივი დატვირთვისა ან და გასხვისების უფლება. B. წილის მართვის უფლებით გადაცემა განხორციელდეს კონკრეტული ვადით, კერძოდ 2008 წლის 31 ოქტომბრამდე. G. წილის მართვის უფლებით გადაცემის სანაცვლო ყოველთვიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს $3,500 ამერიკული დოლარით. დოკუმენტური მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბადრი პატარკაციშვილი არის ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭო კი წესდების თანახმად ნიშნავს და ნებისმიერ დროს ათავისუფლებს კომპანიის დირექტორს, კონტროლს უწევს მის საქმიანობას. ხოლო დირექტორს აქვს უფლება შეუზღუდოვა დაკონტროლოს საკადრო და სარედაქციო პოლიტიკა. შესაბამისად, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ პატარკაციშვილი ფლობს პირდაპირ და მყარ სამართლებრივ ორგანიზაციულ ბერკეტს ტელეკომპანიის საკონტროლებლად. მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ასევე იმედის ფინანსური მდგომარეობა. საქმე იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანია დიდი წაგებით ასრულებს სამეურნეო წელს.
3 წლის განმავლობაში კომპანიამ 20 მილიონი ლარის ზარალი ნახა. ისმის კითხვა, რა მიზნით ინახავს პატარკაციშვილი ასეთ ზარალზე მომუშავე კომპანიას. ჩვენ უკვე საზოგადოებას წარუდგინეთ მტკიცებულების სახით ბადრი პატარკაციშვილის და გიორგი თარგამაძის, რომელიც გახლავთ პოლიტიკური პროგრამების რედაქტორი, მიყურადება ლეგალურად ბუნებრივია მოპოვებული მიყურადების ჩანაწერი, აუდიო ჩანაწერი, სადაც ნათლად იკვეთება, რომ ბადრი პატარკაციშვილი ინტერესდება იმით, რა ხდება აქციაზე, რომელიც იწყება, ეს არის 2 ნოემბრის გამთენისას ჩაწერილი საუბარი და გიორგი თარგამაძეც უყვება დაწვრილებით დეტალურ ანალიზს უკეთებს იმისას თუ რა ხდება. ამის მერე ბადრი პატარკაციშვილი აქვე ახსენებს, რომ ჩამოვა ვინმე ტოლა, რომელიც დეტალურ ინსტრუქციებს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ამ დღეების განმავლობაში ტელეიმედმა. ბატონო. რა ხდება გიო, როგორ ახარ? კარგად, როგორ ახარ? რა, ვიცი, ძალიან ნერვიო ვარ რა. ბევრი ხალხი დღეს უკვე მისული და ჯერ 13 დღენა არის ჩამოსული და თბილისლები არიან გასულები კიდე და სავსე ექტი მოედანე უკვე. ეხლა წოლიკა ჩამოვა მანდ და დაგირეკავს რა, მე რაღაც დავაბარე შენთაბია. კი ბატონო, მე მგონი რომ რაღაცების შეცვლა მოგიწევს რა. მე საზოგადოებას მინდა განვმარტო, რომ ეს ტოლა არის ანატოლი მოტკინი, ეს არის ბადრი პატარკაციშვილის მარჯვენა ხელი, ეს არის მისი PR ტექნოლოგი და პოლიტიკური მრჩეველი. ანუ ეს არის ადამიანი, ვისაც სრული კომპეტენცია აქვს საიმისოთ, რომ დაგეგმოს კონკრეტული პოლიტიკური პროცესები და წარმართოს ისინი იმ კალაპოტში, როგორშიც მას სურს, თუ მას ექნება სერიოზული მხარდაჭერა სატელევიზიო არხის მხრიდან, ისეთ სატელევიზიო არხის მხრიდან, როგორც არის იმედი. ამას გარდა ასევე გამოვაქვეყნეთ ჩვენ მტკიცებულება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი უკვე 7 ნოემბერს მესიჯს უგზავნის გიორგი თარგამაძეს და ეკითხება, გაუშვა თუ არა მან მისი განცხადება და გიორგი თარგამაძეც ეუბნება, რომ კი, ეს განცხადება უკვე გაუშვა. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის განცხადება, რომელიც კეთდება ბადრი პატარკაციშვილის მიმართ პიკზე მასობრივი არეულობისა დედაქალაქში. ამ განცხადების შინაარსი იმგვარია, რომ იგი პრაქტიკულად აქეზებს დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს, ამბობს, რომ მხარს უჭერს ყველაფერს იმას, რაც ხდება, რომ ხელისუფლება არის ფაშისტური, რომ ის უკანასკნელ თეთრს დახარჯავს საიმისოთ, რომ ეს ხელისუფლება აღარ იყოს და პრაქტიკულად ჩვენ განვიხილავთ ამას გარკვეულწილად წამქეზებლურ განცხადებად და ეს განცხადება ქვეყნდება ტელეიმედში და ტრიალებს დღის განმავლობაში. ეს წუთია გავრცელდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელსაც ახლა მე ჩაგიკითხავთ. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია, მე ისევე როგორც მილიონობით ქართველი უკანასკნელ წამამდე გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გავაკეთე ყველაფერი, რათა გამომეძებნა კომპრომისი. ოპოზიციონერები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელისუფლების არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოეგენ და არ გადადგეს არაკანონიერი ნაბიჯი. ზუსტად ამან გააცოფა სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ყველა ის, ვინც გვიყვებოდნენ ზღაპრებს თავიანთი დემოკრატიულობის შესახებ. სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივი აღმოჩნდა დღეს მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს თვალწინ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმურობა. სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ კომუნისტურისგან, რომელთა ჯარისკაცებიც გამნაღმელთა ნიჩმებით უჩეხავდნენ თავებს ჩვენს მოქალაქეებს 1989 წლის 9 აპრილს იმავე ადგილას. ახლა ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხარჯავს ხალხის ფულს დამსჯელი პოლიციური ბატალიონის და სპეცდანიშნულების დააყოფის აღჭურვაში, რათა შემდგომ ისინი საკუთარ მშიერ შეურაცხყოფილ ხალხს გაუსწორდეს. სწორედ ამიტომ აშფოთებთ ის ადამიანებს, რომლებიც საპირისპიროდ ფულს ჩვენი ქვეყნის ქალაქების კეთილმოწყობაში ხარჯავენ, მაგრამ დანაშაულებრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ გაბოროტებას იმსახურებს ხალხის თავისუფალი ხმა. ხელისუფლებას არადამორჩილებული კომპანია იმედი. მე უზომოდ მადლობელი ვარ იმედის, მამაცი ჟურნალისტების, იმ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის იმისთვის, რომ მათ აუხილეს თვალები საქართველოს მოსახლეობას მთელ მსოფლიოს სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრიობაზე. სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს 7 ნოემბერს ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლის თავზე საქართველო ახალ ტრაგედიას
განიცდის. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალღონე, ჩემი მთელი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებად. გაუმარჯოს საქართველოს. ეს გახოთ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ეს წუთია მივიღეთ. ანუ იქიდან რაც მოგახსენეთ, იკვეთება ორი მნიშვნელოვანი გარემოება. პატარკაციშვილი სრულად განსაზღვრავს იმედის სარედაქციო პოლიტიკას და მეორე გარემოება. პატარკაციშვილი არის დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების შეცვლით. ეს რა თქმა უნდა ლეგიტიმური ინტერესი შეიძლება იყოს, ოღონდ როდესაც პროცესები იღებს არალეგიტიმურ მიმართულებებს და ამ ვითარებაში კეთდება განცხადებები წამქეზებლურ ტონალობაში, ბუნებრივია მისი პოზიცია შეიძლება განვიხილოთ როგორც არალეგიტიმური. ამ ორი დასკვნიდან შეიძლება გამოვიტანოთ ერთი საერთო დასკვნა. იმედი ემსახურება პატარკაციშვილის მიზანს შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და 7 ნოემბერს ამან მიიღო ასე ვთქვათ, იმგვარი ხასიათი, რომ იმედი ემსახურებოდა პატარკაციშვილის მიზანს საქართველოში ხელისუფლება შეცვლილიყო არალეგიტიმური გზით, მასობრივი არეულობების, ხელისუფლების დამხობის და შეთქმულების გზით. ძია, არ მინდა. არ გინდა. პროვოკაციას მივატარებ, მივატყობ პროვოკაციას. ჩვენ პარლამენტარი ხართ. ამიტომ პოლიციას ასე არ უნდა ელაპარაკო. პოლიციელი არ იგინება პოლიციელი ძალიან ხო პროვოკაციაზე ნუ მაგეთ ხარ. ძალიან არა ვარ მე მათხოვარი პარლამენტარი ხარ და უნდა იცოდეთ პოლიციას როგორ უნდა მიმართოთ. მათხოვარი არა ვარ მე. მე ვარ საქართველოს პოლიციელი ძალიან ხო. მოუწოდებთ მოვიდეს აქ. რომ დავავთავოთ ეს დაწინააღმდეგე ხელისუფლება. აღზე დღეს 2 საათზე პარლამენტთან უნდა მოვიდგეს. მთელი თბილისი, მთელი საქართველოს გასწრეს უნდა დადგეს და ყველამ ერთად ძმებო, დებო დავაცხოთ ეს ხელისუფლება. დღეიდან ჩვენ გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებაზე, რომელიც ძალიან მალე გაზრდა კონკრეტულად. მიმართოთ ყველას 2 საათზე, რუსთაველის გამზირზე, დავამთავროთ ეს ხელისუფლება. ნინო ბურჯანაძე ითხოვს შეხვედრას მის კაბინეტში. იყავით მაგრად, ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანაა ჩვენს უკან. უნდა დავამთავროთ ეს ხელისუფლება. 1 საათი კიდე ველოდებით თელ საქართველოს რიყეზე და მერე ჩვენ ვიცით რასაც ვიზამ. გირსი! ნიშანდობლივია ის განცხადება, რომელიც ბადრი პატარკაშვილმა გააკეთა 2 ნოემბერს გამართულ მიტინგზე, უფრო სწორედ ერთი წინადადება, რომელიც მან იქ თქვა. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, როგორც დავგეგმეთ დიდი ხნის წინ. დაახლოებით ესეთი იყო პერიფრაზი. იმ გზით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დავგეგმეთ, მივახციოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლება იქნება. სწორედ ამ გეგმას ვიკვლევთ ჩვენ და რა დაგეგმაზე არის საუბარი. ეს გვაინტერესებს სწორედ. პატარკაშვილის პოლიტიკური აი ამ გააქტიურების პირველი ნაბიჯი იყო ირაკლი ოქრუაშვილის ხმამაღალი განცხადებები და ბრალდებები სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. რასთან დაკავშირებითაც სხვა შორის გამოძიება მიმდინარეობს, ბუნებრივია სრული მოცულობით აბსოლუტურად, მაგრამ სწორედ ამ განცხადებებით და ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლით აიწია მნიშვნელოვნად დუღილის ტემპერატურა, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა და აი ამ განცხადების გაკეთების დღიდან იწყება მთელი, ასე ვთქვათ, ის პროცესები, ვითარდება მთელი ის პროცესები, რომელიც 7 ნოემბერს სრულდება ძალიან სერიოზული საფრთხის შექმნით საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის და საერთოდ ქვეყანაში არსებული წესრიგისთვის. მოგვიანებით, როცა ოქრუაშვილი დაიკითხა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და მე უკვე მოგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მან განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადების ერთ-ერთი ინსპირატორი იყო ბადრი პატარკაციშვილი. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილი იყო პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. ბადრი პატარკაციშვილი, როგორც ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი, აი ამ ბრალდებების სანაცვლოდ, ბრალდებების სკანდალურად გახმაურების სანაცვლოდ მას პირდებოდა მხარდაჭერას მისი კომპანიის, ტელეკომპანიის იმედის მეშვეობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს უტყუარ კავშირს პატარკაციშვილსა და იმედს შორის იმ კუთხით, რომ იგი მართავს
ამ არხის სარედაქციო პოლიტიკას და იყენებს მას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ მიზნებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და გამოძიება ბუნებრივია იკვლევს ამ მიზნებს უფრო დაწვრილებით. პერიოდულად მე მქონდა შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ ბადრი ბადარგაჩვილთან და მის ლიკვიდაციასთან გაკეთებული განცხადება ასევე განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ მასაც მიიღო პოლიტიკური დივიდენდები, რაც იმავდროულად ნიშნავდა ჩემი პოლიტიკური საქმიანობისათვის მისი ტელეკომპანიის მხარდაჭერას. ამის შემდგომ ოქრუაშვილის მიერ ასევე ტელეიმედის ეთერში კეთდება კიდევ ერთი განცხადება, რომელიც სხვათა შორის ტრანსლირდებოდა მიტინგზე და შეიცავდა მოწოდებას პროცესების ფორსირების თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება კიდევ ერთხელ, საზოგადოებას იცნობს ამ განცხადებას და ამ განცხადების უკვე ძალიან ნათლად იკვეთება ბადრი პატარკაციშვილის კვალი. უფრო ზუსტად მისი ფულის კვალი. ეს გარემოება უტყუარად დასტურდება იმ აუდიო ჩანაწერით, რომელიც გამოძიებას ხელთა აქვს და უკვე წარუდგინა საზოგადოებას და რომელიც ასახავს ოქრუაშვილის თანაპარტიელის ნანა ლეჟავას და ჯიბღაშვილის საუბარს. აღნიშნული საუბრით დგინდება, რომ ჯიბღაშვილი იმყოფებოდა მიუნხენში ოქრუაშვილთან, მას ჩაუტანა 500,000 евро ლონდონიდან და აღნიშნული ფული იქნა ირაკლი ოქრუაშვილისთვის გაგზავნილი ვინმე ბადრიას მიერ. ეს დასტურდება ჩანაწერით. ვინ არის მაგისი ტესტი, კაცო? მაგი ბადრედგენი რაღაცებს ჩალიჩობენ, ნაგვარებენ. მე ჩავედი რატო იცი მიუნხენში. მაგამ თქვა ფული ჩატანა იქა რა. ჩაუტანა ეს ფული და მაგერა შემეშალა რა. ძალიან ბლომად ფული ჩაუტანე რა. გამიგე? სადა ხარ ახლა მითხარე? ეხლა გამოვოდი ლაშასკა რა. გამოვიდა. მე პროსტა მე ახლა გაგიჟებული ვარ რა ეს არა რა დაუწყნარდი კაცო ფულის გამო მაგის ფულის ტარების გამო ლონდონიდან იმაში მიუნხენში მე რაღაცას მაბრალეს პატივი ვეცით ოსა მთხოვა რაღაც ხო თვითონ ვერ ჩადის ვიზა არ აქვს და რაღაცა პრობლემები აქვს და მე რა ყომროს ეგეთ მაგ სიტუაციაში მე მაგისი რა პარტიის წევრი ვარ თანამოაზრე ვარ თუ ჩემთვისაც სიურპრიზი იყო არა მე მაგას ნუ ეგ არ შეიძლება ნანა რა რაც არ იმას რატო იძახის ეგა რაც არ ყოფილა რატო იძახის მაგას კაცო მაგი დადიოდა ეგ ვიღაცებს ხვდებოდა თავის ფულებს მატაინებდა მე ჩემი პრობლემები მქონა მაგის გამო ეგ ბილეთი გავწოვე თბილისში რაღაც საქმე და რატო მიგეთებს ეგეთ რაღაცას რა რა საერთო მქონა მაგასთან მე მეგობრობის გარდა ხო იცი მაგისი და ჩემი ისტორია როგორ დაიწყო მეგობრობის ხო და რა იყო თავიდა რა მე არაში წელი არ მინდა რა მე შენ გთხოვე ეგა რა დღეს ვთხოვე ვიცი და მე ვუთხარი მაგაზე ხოდა თუ უთხარი მე გეთქვა რა ჩავედი ამ რაღაც მაგის ბადრიას და მაგების ფულების ზიდვით წინ და უკან იქ რა არ უნდა ჩავსულიყავი ვაფშე საერთოდ რა ჩანაწერში ნანა ლეჟავა არ უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. ჯიბღაშვილი ჩვენს მიერ დაკითხულ იქნა ბუნებრივია. მას დაესვა შეკითხვა მართლა იმყოფებოდა თუ არა იგი ლონდონში, მართლა გადასცეს თუ არა კონკრეტული თანხა, რა შეადგენდა ეს თანხა და ვინ არის ბადრია, რომლისგანაც მან წამოიღო ეს ფული. ჯიბღაშვილმა განმარტა, რომ ის იმყოფებოდა ნამდვილად ლონდონში, მას იქ გადასცა ფული 500,000 ევროს ოდენობით ვინმე ლელამ და ეს ფული ჩაუტანა ირაკლი ოქრუაშვილს მიუნხენში. შეკითხვაზე თუ რატომ იყო საჭირო ასეთი დიდი თანხის ტარება ლონდონიდან მიუნხენში ხელით, кейსით,
ოქროაშვილმა უპასუხა, რომ ეს არის ის ფული, რომელიც ბადრიამ გამოუგზავნა, მას კონკრეტული, ასე ვთქვათ, ვალი, რომელიც ბადრიას წარმოეშვა მის წინაშე და მას უნდა მიეღო ეს ფული სწორედ ამ გზით. ჯიბღაშვილის ბუნებრივია დაესვა შეკითხვა, ვინ არის ბადრია. მან თქვა, რომ ეს არის ბადრი პატარკაცის შვილი და შეკითხვაზე თუ საიდან იცის მან, რომ ეს არის ბადრი პატარკაცის შვილი, გვიპასუხა, რომ იგი ხშირად საუბრობდა ოქროაშვილთან პატარკაცის თემაზე, მისთვის ცნობილი იყო, რომ ოქროაშვილი ხშირად ხვდებოდა ბადრი პატარკაცის შვილს, სხვა შორის ამას თვითონ ოქროაშვილიც და პატარკაციშვილიც არ უარყოფენ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში და ოქროაშვილი ჯიბღაშვილის განმარტებით ყოველთვის ამ ადამიანს მოიხსენიებდა სახელით ბადრია. ასე რომ ჩვენ აუდიო ჩანაწერით ჯიბღაშვილის ჩვენებით უტყუარად გვიდასტურდება ის გარემოება, რომ ოქროაშვილმა ჩვენი მაღალი ხარისხის ვარაუდით კონკრეტული საქმის შესრულებისთვის, კერძოდ იმედში განცხადების გაკეთებისთვის და მომიტინგეებისთვის კონკრეტული მოწოდებისთვის მიიღო თანხა 500,000 ევროს ოდენობით ბადრი პატარკაციშვილისგან, რაც თავისთავად ცხადია გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანს აქვს მიზანი პროცესების ესკალაციისა. ყოველ შემთხვევაში ამის მაღალი ხარისხის ალბათობას ნამდვილად გულისხმობს, ამ ადამიანს აქვს მიზანი გამოიყენოს ცალკეული პოლიტიკური პერსონები, გადაუხადოს მათ ამისთვის ფული, იმისათვის, რომ წარმართოს სიტუაცია მისთვის სასურველ კალაპოტში. და მისთვის სასურველი კალაპოტი არ არის საქართველოში სიმშვიდე, არ არის საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების მოქმედება. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით ისევ და ისევ აუდიო ჩანაწერებით, რომელთა ლეგალურობა ბუნებრივია ეჭვსალიწევს და რომელიც გავაცანით საზოგადოებას, იკვეთება პატარკაციშვილის სურვილი მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პროცესების ანალოგიის გავლება და ტოლობის ნიშნის დასმა 1999 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან. ბუნებრივია ეს მიზნად უნდა ისახავდეს კიდევ უფრო მეტად დაძაბვას სიტუაციისა და ბუნებრივია სავარაუდოდ ეს გამოიწვევს სახალხო მყელვარებას, რამაც შეიძლება მოიტანოს შედეგად ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა. მართლაც მომხდარის შემდეგ გულისხმობს 7 ნოემბრის აქციის დაშლას სამართალდამცავთა მიერ, როგორც ბადრი პატარკაციშვილის მიერ იმედის ეთერით გაკეთებულ განცხადებაში, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით ხდება პედალირება იმ თემისა, რომ საქართველოში თბილისში განმეორდა 9 აპრილი. ამის პედალირება ხდება ძალიან დიდი სიხშირით და აღნიშნული აზრის მიწოდება განსაკუთრებით ტელეიმედის ეთერით ხდება ძალიან დიდი სიხშირით საზოგადოებისთვის, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო მეტად ძაბავს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ერს მოუწყო 9 აპრილის 7 ნოემბერს. დარბევის ხარისხის სიმაღლე გავდა 9 აპრილს არ ჩამორჩებოდა. დროების პროდიუსერის სოფო ჭაავას და დროების ჟურნალისტის ეკა ქადაგიშვილის საუბარში ძალიან შემზარავი გარემოება იკვეთება ჩემი აზრით. ისინი საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სოფო ჭაავა საუბრობს უბრალოდ იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ესწრებოდა გიორგი თარგამაძის, ლევან ვეფხვაძის საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ შაბათ-კვირას საუბარი შედგა შაბათს. შაბათ-კვირას ალბათ არაფერი არ მოხდება. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ შაბათ-კვირას ალბათ არაფერი არ მოხდება, ალბათ კი არა, ნამდვილად არაფერი არ მოხდება. მდგომარეობა დაიძაბება სამშაბათს, როდესაც მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ხელისუფლებას უმტყუნებს ნერვები და განმეორდება 9 აპრილი. კერძოდ, რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ დაიღუპება და ბუნებრივია გავეშებული ბრბო ხელისუფლებას ამას არ აპატიებს და გადაჯეგავს, როგორც ისინი ამბობენ, ამ ხალხს. მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ამაზე საუბრობენ აუდიო ჩანაწერში, შეშფოთებას გამოთქვამენ იმით, რაც მოისმინეს.
და აბსოლუტურად და სხვა ჟურნალისტებსაც ახსენებენ, სხვა შორის, ვინც ამით ძალიან შეშფოთდა ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ. მაშინ არ ვიცი შენ გითხარი თუ არა, გიორგისთან ვიყავით რა? ხო. ნუ ადრეთი 2 კვირის წინ ალბათ. ხო და მე ის ადეიშვილი და ვებხვაძე თუ მე და ვებხვაძე მარტო აღარ მახსოვს რაღაცა ლაპარაკი იყო კაცი რასაპირებს თქო იყო 2 ნოემბრის მერე შაბათი რა ან კვირა ხო და მე ხავ არაფერსო შაბათ-კვირაო და ясნე რომ არაფერსო და აი მე ამოთხარ მეც აი რაღაც 2 შაბათს ველი თქო და არა 2 შაბათს არა 3 შაბათს არისო ხდომაო ხო და რაღაც პიკეტირება იქნებაო და ясნეა რომ იმადგანო იქნება წინააღმდეგობაო და ძალიან ჯახი აიწევაო და ხა 3-4 ადამიანი იქ რომ ამას რაღაცა მოუვიდესო და რაღაც ნუ ანუ მოგწესო მერე წარმოედგინე იმათ როგორ გადაჯეგავს ეს ხალხიო ხო და მერე ლევანმა დაიწყო რომ კაი იქნება და აიცხრა ხო ის როგორც იცის ხოლმე რა 9 აპრილი და აი რაღაცა რა ჩვეულებრივ ხო მე იქაც მქონდა რეაქცია და უთხარი რომ ხა რა პონჩი ამბობთ რა 9 აპრილი მაშინ წადი და შენ მოგტიმეთ ითული რომ 18 კაცი მოკლეს თუ 3 ერთი შენ იყავი თქო რა და რაღაც არაფერი და მე რა ეს მოუყევი ღვინჯოს რა აი ჩვეულებრივ თუ ლაპარაკობთ ხო ვაფშე არ ვთვლი რომ გიორგის მე საიდუმლე ვარ და შევინახო მისი ისინი ხო ჩვეულებრივ ლაპარაკა და ღვინჯოს უთქვას მე თიკოსთვის რა იმიტომ რომ მე თიკოს ხა ეგეთ რაღაცებს არ ვენდობი იმიტომ კი არა რომ არ ვენდობი პროსტა მაგას უფრო დიდხნიანი ურთიერთობა აქვს გიორგისთან და თუ რამე აინტერესებს მისგან წავიდესაც ისე მკითხოს ხო ხო და პროსტა ეს მოუყევი ღვინჯოს რომ გაგიჟებული ვარ თქო რომ ეგრე შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს ნუ 1-3-4 ადამიანი მე რა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულმა საუბარმა ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვი იმის თაობაზე, რომ არხი არათუ ფიქრობს მოსალოდნელ გადატრიალებაზე, არამედ ძალიან კარგად ფლობს ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რას აპირებს პოლიტიკური ოპოზიცია მიტინგის მართვის თვალსაჩინოდ. ამ აქციების დაგეგმვის თვალსაჩინოდ. ძალიან კარგად ფლობენ ინფორმაციას, რომ შაბათ-კვირას არაფერი ისეთი მწვავე აქტივობა არ იქნება და ესკალაცია მოხდება სამშაბათს. ეს მტკიცებითი ტონით, ასე ვთქვათ, იყო როგორც ჩანს გაცხადებული. ეხლა, რაც შეეხება იმას, რომ სამშაბათს პროცესების ესკალაცია პარლამენტის წინ არ იყო სპონტანური და შემთხვევითი და არ იყო დამთხევა ის, რასაც საუბრობდნენ იმედის ჟურნალისტები აქციის, ასე ვთქვათ, ცალკეულ გამოვლინებებთან, ეს დასტურდება იმ გარემოებებით, რომელიც იკვეთება ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიას ფარული მიყურადების აუდიო ჩანაწერში. ეს ადამიანებიც აბსოლუტურად იგივეს იმეორებენ, თუ არ ვცდები იმავე დღეს, შაბათსვე, ამბობენ, რომ 1-2-3 დღე არაფერი არ მოხდება, სამშაბათს იქნება პარლამენტის სესია, მოხდება პიკეტირება და მდგომარეობა გამწვავდება. ვერ იმას იზავს, короче говоря, изморамани у вас возьмут. А иге шена ეს უპერსპექტივო პონტია რა, короче говоря, რა. რა. აი ეს გაწელვა იმისი, ცოტა უფრო აქტიური მეძე თუ არ გადახვედით, შანსი არ არის, პერსპექტივა არ აქვს. აი დაიმახსოვრე ჩემი ნაცხოვრი. 2 დღე და მერე გადავა რა. თქვენ რო აჩერებთ ამ ხალხს, გაიგე შენა, არ უნდა რა ამ ხალხს ასე იმას კი არ ვიძახი რომ მოუწოდო პირდაპირ, გაიგე, მაგრამ გაჩერებაც არ არის საჭირო ამ მუხტის. რომ ხალხი ხელს ჩაიქნევს, გაიგე, мне ეხლა სასტარამი многое виднее, дорогой мой, გაიგე. მე ხო გვერდიდან უყურებ და აი ვაწყობ ეგეთ რაღაცას რა. ნუ აჩერებთ, ბიჭო, ეს ხალხი ამდენი წელი დაგჭირდათ იმაზე რომ გამოგიყვანათ გარეთ და ეხლა იმაშვებით კლავთ ამ მუხტსტო. ანუ ეს არ იყო უბრალოდ დამთხევა, ეს პროცესები იყო კოორდინირებული არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ ეს მოვლენები ხორციელდებოდა კოორდინაციაში კონკრეტულ სატელევიზიო არხთანაც. ბუნებრივია ეს არ არის ნორმალური მოვლენა, ბუნებრივია ეს ბადებს კითხვის ნიშნებს, ბუნებრივია ეს იწვევს ეჭვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც მართავს ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას და ბუნებრივია ეს ადამიანი იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყადაღა დაედო იმ ტელევიზიას, რომლის მეშვეობითაც იგი მართავს მთელ ამ პროცესებს. გამოძიება ბუნებრივია მუშაობს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ კიდევ სხვა გარემოებებზეც, რომლებიც უფრო ნათლად ადასტურებენ იმას, რომ იმედი არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი, გამშუქებელი
იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში, არამედ მნიშვნელოვანწილად კოორდინაციას უკეთებდა იმ პროცესებს, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მასობრივი არეულობა და შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხე საქართველოს სახელმწიფოსთვის. როცა 28 სექტემბრის აქციის მერე იმედზე გახსოვთ ოპოზიციის დიდი თავყრილობა იყო, მეც მიმიწვიეს და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. როგორც ადამიანის სახლში გასცემ ბრძანებას, ისე იძლეოდა არხი დირექტივებს ოპოზიციის მიმართ. კარნახობდნენ ვის რა უნდა ეთქვა და ვის არა. ეს ყველაფერი ბადრის ამბიციებიდან გამომდინარეობს და ბადრი კი სხვა გარე ძალებიდან იმართება, რომელთაც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. და ბოლოს მინდა ყურადღება შევაჩერო ძალიან მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც შეიძლება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს თავისი წონით და რომელიც ყველაზე უფრო მეტ დაფიქრებად ღირს მთელი ამ პროცესების განმავლობაში. საინტერესოა რას ხმარდება პატარკაციშვილის თანხები. რა ძალები უნდა ამოქმედებულიყო მასობრივი მღელვარების დროს, რომლის საინფორმაციო მხარდაჭერას იმედი ახორციელებდა. გამოძიების ინფორმაციით ტელეკომპანია იმედის სტრუქტურები და რესურსები პატარკაციშვილის მიერ გამოიყენებოდა არა მხოლოდ გადატრიალების საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, არამედ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისათვის, რომელთა ამოცანა დათქმულ მომენტში შეიარაღებულ მოქმედებაზე გადასვლა უნდა ყოფილიყო. შეიარაღებული ჯგუფების კოორდინაცია პატარკაციშვილის დაცვის უფროს მაისურაძეს ევალებოდა. მაისურაძე ამავე დროს დანიშნული იყო ტელეკომპანია იმედის მრჩევლად. მაისურაძე მის მიერ დაფუძნებული მრავალი დაცვის სამსახურის საფარებს ქვეშ ქმნიდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, აგროვებდა ხალხს, განსაკუთრებით უშიშროების ყოფილ თანამშრომელთა და იგორ გიორგაძის ყოფილი სპეცნაზელების რიგებიდან. ამ ჯგუფების მეშვეობით ხორციელდებოდა მიყურადება თვალთვალი. რეკრუტირებულ მებრძოლებს ანაწილებდნენ მრავალრიცხოვან ფირმებში. მრავალთაგან ორი ამგვარი ფირმის, პროფესიული დაცვის ლიგისა და საერთაშორისო დაცვის ასოციაციის საქმიანობა ნათელს ფენს მთელ სქემას. ერთ-ერთი დაცვის ლიგის ოფისი განთავსებულია ტელეკომპანია იმედის შენობაში. ზემოხსენებული ორივე ფირმის დირექტორია გია ბერიძე. პატარკაციშვილის შეიარაღებული ქსელის ამ ორ ნაწილში 400-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ოპერატიული მასალებიდან ცხადი ხდება, რომ ბერიძე ახდენს შეიარაღებული ხალხის რეკრუტირებას, მათ განაწილებას დაცვის სტრუქტურებში. განსაკუთრებით სჭირდებათ ხალხი, რომლებსაც აქვთ სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილება, ფლობენ თვალთვალის, მიყურადების და ფიზიკური ლიკვიდაციის მეთოდებს. არაერთი სამხილიდან, მათ შორის პატარკაციშვილის საუბრებიდან, იკვეთება საგულისხმო სურათი. უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც პატარკაციშვილის შეთქმულების სქემის ნაწილებს წარმოადგენენ, ელოდებიან რაღაც ბრძანებას, რაღაც X დღეს, როცა მათ გამოადგებოდათ მათი ტერმინოლოგიით ადამიანების გასაღების სპეციალისტები. შეიარაღებულ ჯგუფებს შორის აქტიური კონტაქტი ხორციელდებოდა. ვინ არიან ეს ადამიანები? გია ბერაძე არის დაცვის სამსახურის დაცვის საერთაშორისო ასოციაციის, ასე ჰქვია მას, დირექტორი. ამ ორგანიზაციის ოფისი განთავსებულია ტელეკომპანია იმედის შენობაში. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი არის საშა მაისურაძე. ეს ადამიანი არ არის საზოგადოებისთვის უცნობი. იგი ცნობილი გახდა ეგრეთ წოდებული გიგანის აფეთქების საქმით საზოგადოებისთვის და ის არის ბადრი პატარკაციშვილის სახლის დაცვის უფროსი. ბოლო პერიოდამდე იგი ასრულებდა ბადრი პატარკაციშვილის დაცვის კოორდინირების ფუნქციას. გიორგი სერგიზძე ბერიძე დაბადებული 1944 წლის 26 აპრილს. ბრალი წაეყენა იმაში, რომ მან ჩაიდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მომზადება, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში. საქართველოს მოქალაქემ ქალაქ თბილისში მცხოვრებმა პროფესიული დაცვის ლიგის და საერთაშორისო დაცვის საზოგადოების დირექტორმა გიორგი ბერიძემ ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად განიზრახა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გიორგი ბერიძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროს, უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკს ზურაბ მეტრეველს, რომელსაც დაავალა
უკანონო შეიარაღებული ფორმირებისათვის განზრახ პირობების შესაქმნელად მოეძებნა და შეეკრიბა გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, მათი სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. 2007 წლის 13 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა გიორგი ბერიძე. იმავე დღეს გაჩხრეკილი იქნა ქალაქ თბილისში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ზურაბ ვახტანგის ზემეტრეველი, დაბადებული 1954 წლის 8 სექტემბერს. ბრალი წაეყენა იმაში, რომ მან ჩაიდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მომზადება. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. რაც გამოიხატა შემდეგში. საქართველოს მოქალაქეს პროფესიული დაცვის ლიგის დირექტორს გიორგი ბერიძეს და ალექსანდრე მაიცურაძეს ჰქონდათ რა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის განზრახვა, გამოძიების დაუდგენელ დროსა და ვითარებაში აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ შპს პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროს, უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკს ზურაბ მეტრეველს, რომელსაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებისათვის განზრახ პირობების შესაქმნელად უნდა მოეძებნა და შეეკრიბა გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, მათი სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. ამის შემდგომ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მიზნით 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს ზურაბ მეტრეველმა გიორგი ბერიძისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე ნომერ 118-ში მდებარე შპს პროფესიული დაცვის ლიგის ოფისში შეინახა დიდი რაოდენობით იარაღი და ცეცხლსასროლი ფეთქებადი მასალა. წაყენებული ბრალდებები ზურაბ მეტრეველმა აღიარა. ამავე საქმეზე იგივე ბრალდებებით ეჭვმიტანილად ცნობილ იქნა ალექსანდრე მაისურაძე. რა იკვეთება ამ ადამიანების მიმართ და რა მტკიცებულებებით? უპირველეს ყოვლისა, საკუთრივ გია ბერაძის მიერ შესრულებული ეგრეთ წოდებული ვერბოვკის ჩანაწერით, რომელიც ამოღებულია მისი ლეპტოპიდან, სადაც იგი კონკრეტულ პირს, ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელს, რომლის ვინაობა ზუსტდება, ასე ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვათ, ავერბოვკებს აიმისოთ, რომ გაწევრიანდეს მის მიერ შექმნილ რაღაც ერთობაში, ფორმირებაში. მას ექნება შეიარაღება, მას ექნება სათანადო ხელფასი და როცა საჭირო იქნება, ის იქნება გამოყენებული. სწორედ ამ სიტყვებით საუბრობს ის. რაღაც X დღეს ელოდება, მოკლედ რომ ვთქვათ. რა არის ეს X დღე? სუსტდება გამოძიების მიერ, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს X დღე სწორედ 7 ნოემბერი იყო. თუმცა მე ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, გამოძიება ამის დასუსტებაზე მუშაობს. ვინ არის, საიდან, ასე ვთქვათ, გავდივართ საშა მაისურაძეზე და ამ მეტრეველზე. ორივე მათგანი ყავს ნახსენები ბატონ ბერაძეს თავის, ასე ვთქვათ, ვერბოვკის დროს. იგი ახსენებს მაისურაძეს, როგორც ყველაფერი ამის სულის ჩამდგმელს და იგი ახსენებს მეტრეველს, როგორც ერთ-ერთ მონაწილეს აღნიშნული პროცესებისა. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დაკითხულია მეტრეველი, იგი აღიარებს აღნიშნულ პროცესებში მის მონაწილეობას, მათ შორის იარაღის და ფეთქებადი მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტს. ვარ ზურაბ მეტრეველი 1985-1986 წლიდან წლის ბოლომდე მსახურობდი ავღანეთში. მაქვს მიღებული გარკვეული საბრძოლო გამოცდილება. 1993-1995 წლის ბოლომდე მსახურობდი სახელმწიფო უშიშროებაში სხვადასხვა ოპერატიულ თანამდებობებზე. ამჟამად მუშაობ პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსად. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ჩემთან მოვიდა ობიექტზე გიორგი ბერიძე, პროფესიული დაცვის ლიგის გენერალური დირექტორი. დამთხოვა, რომ მომეძიებია ძლიერი საბრძოლო გამოცდილების ან სპეციალური მომზადების მქონე პირები. მე ვეცადე მისი დავალება შემესრულებინა და მოვიძიე ეს ხალხი, რომლებიც შემდგომში
გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ობიექტებზე, აღნიშნულ სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ბერიძე გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალური დაცვის ლიგის დირექტორი, მაგი ის მუშაობს ამავე თანამდებობაზე პროფესიონალური დაცვის ლიგაში. საერთაშორისო დაცვის სამსახურში, რომელიც ახორციელებს ტელეიმედის ფიზიკურ დაცვას. აღნიშნული ტელეიმედის სამსახურის დაცვის სამსახურს, ესე იგი საერთაშორისო დაცვის სამსახურს კოორდინაციას უწევს ტელეიმედის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი საშა მაისურაძე. საშა მაისურაძეს მე ვიცნობ აი ხანი დიდი ხანია არის გამოსტილი მუშაკი ამჟამად იმყოფება პენსიაში. დაახლოებით ოქტომბრის 28-29 რიცხვში 8 საათსა და 30 წუთზე თუ 9 საათი იყო ზუსტად ვერ გეტყვით მოვიდა ჩემთან ოფისში ამოვიდა გიორგი ბერიძე და მთხოვა დავხმარებოდი მას თვითის ამოტანაში დაბლიდან. მე ჩავყევი მას და იქვე მან განმარტა რომ ეს არის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უნდა შენახული იქნას ჩემთან, ვინაიდან ჩემთან არავინ არ მოვა და გარკვეულ დროს უნდა გადანაწილდეს ობიექტზე მომუშავე პერსონალს დაცვის სამსახურს. ატანისთანავე იარაღი შევიტანეთ, რომ იარაღი იყო ჩაწყობილი ქვილის ტომრებში და ეს ტომრები განვათავსეთ ჩემს სამუშაო ოთახში მაგიდის ქვეშ. მაისურაძე რო ვკითხე გიორგი ბერიძეს რა ხდებოდა, მან თქვა რომ ეს არის საშას დავალება და ეს იარაღი მისი გამოგზავნილია. გია ბერაძე აი ამ ვერბოვკის ასე ვთქვათ აქტის დროს ამ პირს ეუბნება რომ მათ აქვთ ყველანაირი ტექნოლოგიები ფარული მიყურადებისთვის, ფარული თვალთვალისთვის, მზად არიან რომ ნებისმიერ დროს გაასაღონ ნებისმიერი პირი, აი ამ ტერმინოლოგიას ხმარობენ ისინი. ასევე ამბობს იმას, რომ ძირითადი მათი გადაბირების, ანუ ვერბოვკის სუბიექტები არიან იგორ გიორგაძის ყოფილი ოფიცრები, მასთან დაახლოებული პირები, რომლებსაც, ვთქვათ, დიდი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით მუშაობის და რომლებიც გადანაწილებული არიან სხვადასხვა დაცვის სამსახურებში ამჟამად. ეხლა რა გითხრა და გერიდება. ხო, არა, რამე ერთი ჩემი მეგობარი არის. აგებს მეგობარი. ეხლა მუშაობს ატლანტაში. ატლანტაში? ხო. მეწოდება. მერაბა საბუძო. განუკაჩვენდა. რა პრობლემაა? აქეთ საფრთხე ჩვენსკენ? ხო, რატო? რატო და შეერთებულ შტატებში წარდგა ყველაფერი. ეს მე არ ვიცი რა სპეციფიკაზე მუშაობს რა ის. და იგიგა გეტყობა და გასწრას თქვა. მაგი სამდი იყო, ზერიკო სპორტს. გაგებსუქოს. არაფერს არ მეუნება მე. ხო. მე იყო კინეზისოდე. მე იყო მეტროსოდე. მე იყო დივიატკის უფროს. და რუსკადე ის. და მე პეცე. შენ არუსკა გაინტერესებს? და? არუსკა. საგრეფი ისწრება ყველა. ისე ახალხი ხარ.
ნარუშკის ჯანჯღავა თემურა ჩვენ დამუშავოს. ხო, ამ ნარუშკის შეფი იყო საქართველოში, რომელიც გაზრდა. აი ეს არის თამორიდების რასაც ვეთქვი. ვანი არის ხო ნარუშკის? ჟონიერვე. არა. ეს იყო ზუგორითის სკოლა გავლილია, ემო let 48-49. თუ გვაინტერესებს. კადრები. ხო, ყური რა შეესაბამება. ჩვენ კადრები გვაინტერესებს. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, ხა, იმდენი კადრები არის ხა. საშაიცნოს სკოლას ვინც არის. საშა იყო პასპორტ, თავარ დეპარტამენტში. ხო, გავიგოთ რა თვისებები. ესეთი გუნდი მე მყავს, რომ შენებისმიერ ამოცანებს შეგისრულებს. გაგჭირდება ნარუშკა გადაყოლე რაღაც კონკრეტული დადგენა, პიროვნების, ვინ არის, ვისთან მიდის, კომპრომატი გადაღება ეს ყველაფერი გვაქვს. უმაღლეს პოზიციაში. მეორეა როცა მოიმხრობ კაცს, ეხლა მაგას უნდა ერთეული სოფასი. ან კონკრეტულ ამოცანაზე უნდა წამოიყვანო. მაგი, უთხრა. აი რა უნდა მისცეს მაგას. უნდა გეტყვი ახლა ეს ბიჭები ჩემთან არიან $600. უნდა. ისე მაგდენი არ უნდა. მაგდენი არ არის. მაგრამ ჩვენ საქმეს ემსახურებ. გარე დაზულა. ამის გამოდენება შეიძლება. ვიფიქრეთ, რომ შემახსენე გვარი კიდე? მედაც საბუდო. საბუდოა. მოზრს? როგორია? ხოროწ, კაი ასაკია. მაღალი უბედია. ხოროწს ეს არის. რომელიც ამდა. გოგონა მომდედა თავის 14-დან. შემე გამანდა მითხარი, როგორ უნდა მეცნადა სოფოში ჩემთან მუშაობა. უნდა ეს გამარტოთ მოწიობა გასო. მარჯვენა ხელი ჩემთან მუშაობა. მე კიდევ ბიჭები მყავს, გლები ბიჭები არის. ეგ საინტერესოა. გლები თუ რამდენი შენ რა ისა გაკ. არა, ამასთან რა. ახლა მე ხო, ეგ მაგას ნიშნულობა. მაგრამ გლები ვარ და მაგრამ გამისულა მე რომელიც ჩემთან ამბობს. ყველაფერაცდა თუ კაი ბიჭები არიან. კაი ბიჭები კარგ ამოცანებს ხომ მე ვინც ყავს. აი, მას ბაიოი ოფიცერი. მაგარი გამოფენის ობიექტის უფროსი. მეტრე კარდინალი ვიყო. მაგ ოთხოე, რა, დაგისუხარ რა, ორჯერ არ იმაში დავს. არ გამოიხედავს. მე ორდუთხარი. ეს ჭირდება. არ არის დამხერული. მაგრამ მე მეორე საკითხი, კადრები რასე გორგოლია დაგჭირდება. ბიჭები ყავს, ბიჭები მომსადებული ბიჭები. ეხლა იაკ რა ხდება. ეგეთი კამანდა არ უნდა შენგან არ უნდა ფინანსდებოდეს. კაი, შენ ჯიბეს უარყოფითად არ უნდა დაეტყოს. ეს დაუშვათ. აი ეხლა რაღაცებს ველოდები ჩვენ. ეს კამანდა უნდა გაამწესო, დაუშვათ. კაი ბიჭები გაამწესე, გამოფინანსო, ხო? მიხიან, კოლბოთა გორგეში ეს რაღაცები მყავს. მეგერ კაი ბიჭები არიან, ამკეთებელი ბიჭები არიან. მუშევარია? არა, ატლანტაში არის. ატლანტაში რამდენს ეხავს? 400. არ არის ჩვენს პრობლემა. რას ეკეთებს? სპეციფიკურია. და ბიჭები წავს, ხო? მაგარი ბიჭები წავს. ვიფიქრებ, ეს ხალი შაპურა უნდა და ყველა მთელი კამანდა. ვიფიქრებ, რამ ბიჭები რამდენზე დაკმაყოფილდებიან? ეს ბიჭებია. მეც. მაგ მე გეუნები, რადგან ისინი თანახმა იქნებიან ჩვენთან როლდრებს და ჩვენი კამანდა იქნება. ჩვენი კამანდა. ეხლა მე რას ვფიქრობ? გიორგი, მე ვფიქრობ, რომ ეს მოდელი, რომელიც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, მე მგონი გამოგვივა. ჩვენი ინფორმაციით და გამოძიების ხელთ არსებული მასალებით ამ ფორმირებაში შედიოდა დაახლოებით 400-მდე ადამიანი და იმის გათვალისწინებით, რომ ესენი არიან იგორ გიორგაძის ყოფილი ოფიცრები, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოცდილება და იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ შეიარაღებული ძალიან სერიოზული აღჭურვილობით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმირება შეიძლება ყოფილიყო ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელი ქვეყნისთვის და მისი
გამოყენების შემთხვევაში იმ X დღეს ქვეყანა შეიძლებოდა შექმნოდა სერიოზული პრობლემები. მათ შორის ამას შეეძლო გამოეწვია უმართავი პროცესები და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა. ჩვენ კვლავ სტუდიაში ვრუნდებით, ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან ბატონი დავით უსუფაშვილი, ბატონი პავლე კუბლაშვილი, ბატონი მამუკა კაცდაძე. უღრმესი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისათვის. მე მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი სასაუბრო ძირითადი თემა დღეს არის დიალოგი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, თუმცა თქვენ ისე როგორც ჩემმა სტუმრებმა იხილეს ეს ფილმი, ეს სწორედ 1 საათის წინ მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დღეს პირველად ვიხილეთ მეც თქვენთან ერთად და პირველ რიგში ალბათ სწორედ ამ ფილმზე საუბრიდან უნდა დავიწყოთ. ბატონ დავით, იყო ფილმში საუბარი ხელისუფლების ძალით დამხობის შესახებ და ამ კონტექსტში იყო ნახსენები ოპოზიციაც იყო საუბარი რაღაცა გეგმებზე. როგორ ახსნით თქვენ ამ ყველაფერს? პირველ რიგში მე ვიტოვებ უფლებას, რომ როდესაც ოპოზიცია მოიტანს ამ თემებზე რაიმე ფილმებს, თქვენ ასევე გაუშვებთ პირდაპირ ეთერში დაუყოვნებლივ, შეწყვეტ თქვენს გადაცემებს და ანახებთ საზოგადოებას საპირისპირო მოსაზრებებს. აუცილებლად ბატონ დავით, ასეთი თუ იქნება სიამოვნებით. ძალიან კარგი. პირველ რიგში ჩვენ ვიხილეთ უკვე ახალი ეტაპი, თუ ბოლო ხანებში ამას უყურებთ, ახალი ეტაპი ქართული მართლმსაჯულების, რომელსაც უკვე სატელეფონო მართლმსაჯულება აღარ ქვია, ამას ქვია უკვე სატელევიზიო მართლმსაჯულება. როდესაც გამოგზავნება პროკურორი, ვიღაცაზე იტყვის, რომ ესაა დამნაშავე, მან ეს ჩაიდინა და მორჩა. ეს გადაიცემა პირდაპირ ეთერის, ეს დიდი მიღწევა ქართული დემოკრატიის, ეს თქვათ ამ ხელისუფლების და ულოცავ ხელისუფლებას, რომ აქამდე მივედით. მეორე, რა ვიხილეთ ჩვენ ამ ფილმში და რისი თქმა უნდა ხელისუფლებას. პირველი სათავე არის ის, რომ დაიწყო დაძაბულობის ესკალაცია და ეს მოხდა მომიტინგეების მხრიდან და ამითი მართლდება მერე ყველაფერი, რომ იყო რაღაცა დაგეგმილი არეულობა და უბედურება და შეთქმულება და ეს შემდეგ. ეს არის კნარი სიცრუე და ხელისუფლება სწორედ საგულდაგულოდ მალავს იმ კადრებს, რომელზეც ასახულია ის თუ რა მოხდა 7 ნოემბერს დილას, 7-დან დაახლოებით 9:30-მდე რუსთაველზე, ვინ დაიწყო ესკალაცია, ვინ დაიწყო ძალადობა და ვინ მოახდინა ამ ყველაფრის პროვოცირება და ორგანიზება. ეს იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც დილის 7 საათზე იმ ტერიტორიაზე შემოიყვანა 20 სატვირთო მანქანა, ეგრეთ წოდებული ნაგვის მანქანები, მაშინ როდესაც სხვა დროს იქ მოდიოდა 3 მსუბუქი მანქანა, იმ იმედით, იმ გათვლით, რომ იქ მყოფი მომიტინგეები წინააღმდეგობას გაუწევდნენ მეეზოვეებს და პოლიცია ჩაერეოდა ამ საქმეში და გამართლებოდა მათი წინასწარ შეთხსული ვერსია, რომ თითქოს მომიტინგეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მე პირადად იქ ვიყავი, ვარ თვითმხილველი და მოვითხოვ საქართველოს პროკურორისგან, მისი მოადგილისგან, ვიქნე დაკითხული ამ საქმეზე, თუ რა მოხდა 7 ნოემბერს დილით. მომიტინგეებმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს აღერძი, რომ იყო დაგეგმილი არეულობა, ესკალაცია და ამ შემდეგ. სინამდვილეში ხელისუფლებამ დაინახა რა, რომ ეს აქცია გადავიდა ყველაზე უფრო მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმაზე, შიმშილობაზე. მან დაინახა, რომ ვერ ასრულებდა იმ გეგმას, რომელიც მას წინ და წინ ჰქონდა მომზადებული, რომლის შესახებაც მე უცხოეთში მესაუბრებოდნენ, თუ რა საუბრობდნენ იქ ჩვენი ელჩები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომ აი ნახავთ, ეს იქნება მოძალადე ხალხი, რომელიც რაღაცას დაამხობს, რაღაც შემოვარდება და გააფუჭებს. როდესაც მათ დაინახეს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და კიდევ უფრო მშვიდობიანი ფორმა მიიღო და შიმშილობაში გადაიზარდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ამის პროვოცირება. როდესაც ნაგვის მანქანები გავიდნენ და მათთან შეტაკების პროვოცირება ვერ მოახერხეს, შემოვიდა პოლიცია, დაიკავა რუსთაველის გამზირი, ჩვენ ვინც იქ ვიყავით, გადავედით ფეხით-სავალ ნაწილზე, ხელებაწეულნი დავდექით მოშიმშილეებთან, ვეკითხებოდით პოლიციას, რა პრეტენზიები გაქვთ მიტინგთან დაკავშირებით ან საერთოდ ჩვენთან მიმართებაში, არც ერთი სიტყვა არ მოუღია არც ერთ პოლიციელს, პირდაპირ წავიდა შეტაკებაზე, დაიწყეს მოშიმშილეების გადმოყრა კიბეებიდან, სადაც ისინი იწვნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილი გაემართა პირდაპირ ჟურნალისტებისკენ და ოპერატორებისკენ, მათ შორის თქვენი კამერაც მუშაობდა იქ და იქ ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც გადავცემდით პირდაპირ ეთერში ხოლმე. პირდაპირ ეთერში იმ წუთში ვერ გადასცემდით. წუთში არა, დილით არა, მაგრამ როგორ გადასცემდით, თქვენი კამერაც დაიმტვრა და თქვენი ჟურნალისტიც ცემეს. იქ მე მგონი რუსთაველის ჟურნალისტი გოგონა ტირო და ყველა კამერა წაართვეს, ყველა კასეტა მოიღეს იქიდან, ამასობაში თავად პოლიცია იღებდა 5 კამერიდან
მე მოვითხოვ ამ კადრების ჩვენებას იმისთვის რომ მოსახლეობამ დაინახოს ვინ მოახდინა ამ ყველაფრის პროვოცირება, ვინ დაიწყო ძალადობა და ვინ გამოიწვია ხალხი ამ ყველაფერზე. მეორე, მას შემდეგ რაც მომიტინგეები და მოშიმშილეები იქიდან გავედით, გაკეთდა განცხადებები. ჩვენ არავის ხელს არ უშლით მიტინგის ჩატარებას, მობრძანდნენ და ჩაატარონ ამავე ადგილზე. ეს გააკეთა ბატონმა უგულავამ და კიდევ პოლიციის თანამშრომელმა. დაბრუნდნენ მომიტინგეები იქ, რა თქმა უნდა აღელვებული, იმიტომ რომ მოშიმშილეებთან მიმართებაში დიახ, მსგავსი რამ საქართველოში არასდროს არავის არ ჩაუდენია. მე ამას რატომ უსვამ ხაზს? იმიტომ რომ მთელი ეს ვერსია აწყობილი იმაზე, რომ აი ის იგეგმებოდა ძალადობა, სინამდვილეში დიახ ჩვენ გქონდა ამის განცდა, რომ ეს იყო ხელისუფლების ერთადერთი გამოსავალი, რომ გაეკეთებინა პროვოცირება იმისი, რომ თვითონ ჩვენ ვიყავით მოძალადეები, რომ შემდგომ გაემართლებინა თავი საზოგადოების წინაშე, სოფლიოს წინაშე და ასე შემდეგ. რა ვნახეთ დღეს ჩვენ ამ ფირში? უკაცრავად დაცვის სამსახური ბალერინებს და მომღერლებს რო არაგროვებს თავისთან სამსახურში, ეს ვინმესთვის გამოცანაა? მეორე, ბადრი პატარკაშვილს დიახაც რომ ყავდა სერიოზული დაცვა. ამას ბატონი პრეზიდენტი და მისი მინისტრები ვერ ხედავდნენ, როდესაც პატარკაშვილის რეზიდენციაში შემწვარი ციკნის საჭმელად მიბრძანდებოდნენ ხოლმე ამ ცოტა ხნის წინ. და რომ იქ დიახ მას დაცვა ყავდა. თუმცა აქ იყო საუბარი კანონო შეერაღებული ფორმების შექმნის. მე ახლა ყველა დეტალზე პასუხის გასაცემა ნამდვილად დავამზად, ამაზე სხვები ისაუბრებენ, მაგრამ ეს მცდელობა, რომ წარმოჩინდეს ეს ყველაფერი ასე, რომ იყო ჩაფიქრებული, დაგეგმილი, გაკეთებული, დიახაც იყო დაგეგმილი, შვიდობიანი აქციის გზით, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენა, რაც არის დემოკრატიის უპირველესი და უმთავრესი საშუალება და ამოცანა და მიზანი, რომ მას მიეღო ის გადაწყვეტილებები, რასაც ხალხი ითხოვდა. დიახ, ამ მიზნით ჩვენ ვიდექით იქ და მე ვიმეორებ ახლა იმას, რაც სხვებს ბრალად ერაცხებათ, დიახ, სააკაშვილის რეჟიმი განწირულია, დიახ, მე დავით უსუფაშვილი ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან. თუ ეს არის დანაშაული, მე ვითხოვ, რომ აქ ამ სტუდიიდანვე ამიყვანოს პროკურატურამ. დიდი მადლობა. ბატონ მამკა, თქვენ ერთგვარად გარედან მაყურებელი იყავით ამ პროცესების, იმიტომ რომ არ იღებდით აქტიურად მონაწილეობას მიტინგებში, მხოლოდ ბოლო დღეს მიხვედით უკვე. გრძნობდით თუ არა თქვენ, რომ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი იმისათვის, რომ მომხდარიყო ძალით ხელისუფლების დამხობა? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. თუ ნებას მომცემთ 2-20 სიტყვას მეც ვიტყვი ამ ფილმთან დაკავშირებით. იმდენად რამდენადაც თქვენ ამით დაიწყეთ, რომ იქნებ გამოვეხმაუროთ ამ ფილმზე, თუმცა მე არ მახსენდება საერთოდ კინემატოგრაფიის ისტორიაში, რომ ახლად ნანახ ფილმს იმ წუთში ანალიზი უნდა გაუკეთო, იმ წუთში შეფასება უნდა გაუკეთო, თუმცა მე შევეცდები და გარკვეულწილად გამეადვილდება იმდენად რამდენადაც ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეეხება ჩანაწერების მოსმენას, ალკეულ ფირებს, გამოსვლებს მიტინგიდან თუ ასე შემდეგ, ადრეც ასე ვთქვათ, ვხედავდით ტელეეთერში სხვადასხვა არხებზე, ეს მასალა იმდენად ახალი არ არის. სიახლე იყო ის, რომ ბატონი გვარამია წარმოდგა როგორც ფილმის მთავარი მოქმედი გმირი და ეს რაღაც ახალია მის საქმიანობაში, როგორც ესეთი. მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფილმი ემსახურება სწორედ იმას, რაც არ არის მისასალმებელი. ემსახურება კიდევ ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შექმნას წნეხის ქვეშ, საზოგადოებრივი აზრის შექმნას ტენდენციურად და ტენდენციურობაში ვთვლი იმას, რომ საუბრობს ერთი მხარე, კერძოდ პროკურატურა. ეს არ არის გამოძიება, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორე საუბრობს რაღაც ჩანაწერებით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამის ობიექტური ანალიზი ამჯერად არ გამოდგება და როდესაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენ საქართველოს პარლამენტში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც გამოვდივართ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, პასუხები არის ასეთი, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ეს ყველაფერი მის საზიანოდ იმოქმედებს. მე მარტივად ვსვავ კითხვას, ეს ფილმი გამოძიების პროცესში გაშვებული ეთერში არ მოქმედებს გამოძიების საზიანოდ, როდესაც ის მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, როგორც ასეთი. თუ შეიძლება კიდევ ორი სიტყვით თუნებას მომცემთ. ამას გარდა, კი ბატონო, მე არ მინდა ამ ფილმზე დიდხანს საუბარი, მე მგონი ჩვენ სხვა სასაუბრო თემა გვაქვს და აქედან ამის გარდა მე მაინც ვფიქრობ, რომ ფილმი არის ტენდენციური მთელ რიგ მომენტებში და დავაკონკრეტებ თუ რატომ. მაგალითად, იყო ბატონი გვარამიას მიერ გამახვილებული ბატონი პატარკაციშვილის მიტინგზე ნათქვამ სიტყვაზე ერთ წინადადებაზე. ჩვენ ამას ვგეგმავდით. მაგრამ რატომ არ იყო იმ წინადადებაზე გამახვილებული, რომ ჩვენ კონსტიტუციის ჩარჩოში და კანონის დაცვით? ეს წინადადება არ იყო ნახსენები. ეს უკვე ამაზე უკვე არ იყო საუბარი დავუშვათ. იგივე სხვა მომენტები, მაგალითად 7 ნოემბრის
განსხვავებებს გაკეთებული განცხადება, რომ უკანასკნელ თეთრს დავხარჯავ. ახლა ჩემი შესაძლებლობები რა მოსატანია, მაგრამ მე მინდა დაგეთანხმოთ, მეც დავხარჯავ უკანასკნელ თეთრს სამხელისუფლების შესასრულად. ეს თუ დანაშაულია, არ ვიცი. რაც შეეხება ოქრუაშვილის პოზიციებს, ვერ გავიგე, ოქრუაშვილი ერთხელ თუ ტყუილს ლაპარაკობს და მისი თუ არ გვჯერა, იმიტომ რომ მე გადათქვა. რაღა მაინდა-მაინც ის გვჯერა, რომელიც აქაჩვენეს ელემენტარულად. ამიტომ ესეც ვერ არის ჩემთვის მაინდა-მაინც მამტკიცებელი. იყო აქ საუბარი იმედი როგორც ძალადობრივი დამხობის იარაღი. მაბატიეთ, მაგრამ ორგანიზატორი და კოორდინატორი. ორგანიზატორი და კოორდინატორი. მაბატიეთ, მაგრამ ვარდების რევოლუცია არ იყო ძალადობრივი შეცვლა ხელისუფლებისა და მაშინ რა ფუნქცია ჰქონდა რუსთავი-ორს? იყო თუ არა ორგანიზატორი და კოორდინატორი ყველაფერი ამისა? მე მგონი აქაც რაღაც ტენდენციური მიდგომებია. და რაც მთავარია, იცით, უხერხულია უკვე დღეს მე სახლში, როდესაც დავბრუნდი, აღშფოთებული დამხვდნენ ოჯახის წევრები, რომ საცხოვრობთ, ნუ ელემენტარულად ჩერო გირეკავ უკვე მეშინია მისმენენ. ყველას უსმენენ პოლიტიკოსებს, უსმენენ ჩვეულებრივ ჟურნალისტებს, უსმენენ საზოგადოების წარმომადგენლებს, მოკლედ ტელევიზორში ვცხოვრობთ და ამას წინათ ერთმა იხუმრა მეგობარმა, რომ აწ ტელეფონს რომ ავიღებ, ალოს კი არ ვიტყვი, ვანოს ვიტყვიო. ნუ რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში, მაგრამ მე ერთ კითხვას დავსვამ საზოგადოების თუმცა ფილმში ხაზგასმით იყო საუბარი, რომ ყველა სატელეფონო საუბარი იყო კანონის. არა, გასაგებია, მე ამას არ ვამბობ უკანონოდ, მე გეუბნებით მოსმენა და ბოლოს ერთ კითხვას დავსვამ ტელემაყურებელთა საყურადღებო, ნუ ყველამ ერთად ვიფიქროთ ამაზე, ეცეთ. აი ეს მასობრივი მღელვარება, რომელიც მოხდა სხვადასხვა სოციალური ფენების მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან, დაუშვათ მოქალაქეების მხრიდან, ჟურნალისტების მხრიდან და ასე შემდეგ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? მიზეზი სად არის ყველაფერი ამისა? მე ერთი პასუხი მაქვს, მიზეზი ხელისუფლებაშია. მადლობა. ბატონ პავლე, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ იყო საჭირო დღეს ამ ფილმის ჩვენება? მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი კითხვები იმ მოვლენებთან მიმართებაში, რომელიც ვითარდებოდა ნოემბრის დასაწყისში ჩვენ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ზუსტად უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, შეძლებს დაგვარად დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სამართალდამცავებისთვის უკვე არის ცნობილი. მე არ ვიცი, რატომ არის ახლა რაღაც სატელევიზიო მართლმსაჯულებაზე საუბარი, მე უბრალოდ ვიცი, რომ საზოგადოების მოთხოვნა, საზოგადოების დაკვეთა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მდგომარეობს სწორედ ინფორმაციის სრულ და დროულ მიწოდებაში. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ექნება საშუალება მის ხელთ არსებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის ორგანოებს. აქ ბატონი დავითი ბრძანებდა, რომ მასაც აქვს გარკვეული ინფორმაცია და სურს ესეც გარკვეული ფორმით გაუზიაროს საზოგადოებას ან სამართალდამცავ ორგანოებს. მე ვფიქრობ, რომ ამის საშუალება უნდა კონდეს ყველა თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. კიდევ ერთი რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, ბატონი დავითი შეეცადა, რომ თავისი ვერსია წარმოედგინა ყველაფრის რას ხდებოდა 7 ნოემბერს, მაგრამ რატომღაც გვერდი აუარა ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია სწორედ საზოგადოების მხრიდან მოვლენათა შეფასების თვალსაზრისით. გვერდი აუარა იმ მომენტს, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ მიტინგის გამართვისთვის არ იყო არანაირად აუცილებელი ქუჩის გადაკეტვა და ამ დროს მიტინგის ორგანიზატორთა მხრიდან იყო მოწოდებები, რომ სწორედ პოლიციელთა კორდონი ყოფილიყო გარღვეული და შესაბამისად ამის შემდეგ დაიწყო ის მოვლენები, რაც განვითარდა. ამ დროს პასუხისგებლობის გზნობის მქონე პოლიტიკოსის მხრიდან უნდა ხდებოდეს სულ სხვაგვარი განცხადებების გაკეთება და ეს პოლიტიკოსები უნდა გზნობდნენ პასუხისგებლობას სწორედ იმ ხალხის წინაშე, რომელიც იქ იყო შეკრებილი. ასეთია თქვენი შეხედულება, თუ შეიძლება დავასრულებ, მე იგივე შემიძლია გავაგრძელო რიყესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე. აქ იყო ეს ფილმშიც ძალიან კარგად ნაჩვენები, მაშინ როდესაც საქართველოს პატრიარქის გამოსვლა იყო პირდაპირ ეთერში, მაშინ როდესაც საუბარი იყო საქართველოს პატრიარქის მხრიდან, რომ ეს მოვლენები შეიძლება გამოიყენოს ქვეყნისადმი მტრულად გამწყობილმა ძალამ და როდესაც ამის შემდეგ რამოდენიმე მოწოდება, რამოდენიმე თხოვნა იყო, რომ შევკრებილიყავით და გამართულიყო დიალოგი ამ პროცესებთან დაკავშირებით. აი ეს ჭყალებში პასუხისგებლობის გზნობის მქონე პოლიტიკოსები მიდიან რიყეზე და აგრძელებენ კვლავაც მოწოდებას იმისაკენ, რომ შევიკრიბოს მთელი საქართველო და რომ უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების სასწრაფოდ დღესვე ამ წუთას შეცვლა. ეს მე მგონი კომენტარს არ საჭიროებს და მოდით ყველამ ერთად შევაფასოთ. მე არ ვაპირებ, რომ რაღაც დებატებში შევიდე ამ შეფასებებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, საზოგადოება თავად გააკეთებს ძალიან კარგად დასკვნებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა. თუმცა ალბათ ამისათვის ბატონ დავითსაც უნდა მიეცეს საშუალება, რომ ის ჩვენება, რომელიც მას უნდა რომ პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა გითხრას სიმართლე და არის ძალიან მარტივი კითხვა.
რატომ, რა მოტივით, რა მიზნით იქნა დარბეული მოშიმშილეთა აქცია დილის 8 საათზე, რასაც მოყვა მთელი ეს ამბები. ღელვარება ხალხის და ეს რატომ მოხდა ეს? რა იყო მისი მიზეზი, როდესაც პოლიცია მოვიდა და მოშიმშილეები გადმოყარა, წიხლებით შედგა იქ ხალხს. ისევე როგორც ჩვენ საუბრობთ, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი ამით? ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა ხალხ. დიახ, ისევე როგორც ძალიან სერიოზული კითხვა ბატონ დავით, რასაც თქვენ ნაწილობრივ მხოლოდ გაეცით პასუხი, რომ კი, ნამდვილად იგეგმებოდა რაღაც და ნამდვილად მზადდებოდა გეგმა დიდი ხნის განმავლობაში. და უნდა დაწყებულიყო ასევე ბატონი დიალოგი. მოდით გადავიდეთ. როგორ ხდებოდა ამის ბატონი ამის გავიყავით. მე ვიყავი თვითონ და გეტყვით რა გეგმა იყო. მე ვარ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და მე ვარ ვალდებული დავგეგმოთ ჩემი პარტიის პოლიტიკური საქმიანობა. დიახ, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ივნისში წერილობით მომართვა თქვენთან ამ საარჩევნო საკითხებზე, რომელიც სასაცილოდ არ გეყოთ თქვენს და თქვენს კოლეგებსაც. ჩვენ ერთად მომართეთ ოპოზიციამ. სექტემბერში ამ თემაზე კვლავ საუბარი, კვლავ სიცილი და ირონიული ღიმილი არაფერი არ იქნება და დიახ იყო გეგმა შვიდობიანი საპროტესტო აქციის თბილისშის და სხვაგანაც. შვიდობიანი კონსტიტუციური აქციის უკაცრავად გაკეთებული განცხადებები, როდესაც ყველა ხედავდით რომ იყო მასშტაბური არეულობის ძალიან კაფეოდ გამოკვეთილი სურათი და ამ დროს ის გეგმა მუშაობდა რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება რომ მზად იყო დიალოგისათვის მზად იყო ამ პერიოდში პარლამენტის ამ პერიოდში და მან ნინო ბუჯანზე ხოლმე საცხადები გელაპარაკებით მე პირადად დილით ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს და ახლობებით 9 ნახევარი იქნებოდა და ვეკითხებოდი ქალბატონო რა ხდება ცოტა სხვანაირად ვესაუბრებოდი აღელვებული ვიყავი მეც მაგრამ არ გადავსულა მე მგონი რაღაცეებს რა ხდება რატო ხდება ის ამბავი აი აქ რაც დღეს მოხდა თქვენ ფანჯრებს ქვემოთ რატო ხდება ის რომ დილის 8 საათზე შემოდის 400 პოლიციელი და მოშიმშილეებს ყრის კიბეები და რატომ არ გვეუბნებით თუ რამეს ვაშავებთ იქნებ ჩვენ ბატონ დავით საბედნიეროდ დაიწყო უკვე დიალოგი დღეს დაიწყო დიალოგი და მიმდინარეობს დიალოგი რა ეტაპზეა ეს არის საინტერესო მაბატე თუ შეიძლება რა გადავიდეთ იქნებ დიალოგის თემაზე იმიტომ რომ თქვენს კითხვას მე პასუხი არ გავეცი უბრალოდ ისე განვითარდა ჩემი გამოსვლა და შემდეგ ბატონო პალიკომ გააგრძელა თქვენ მეწეღან მკითხეთ ჩვენ მივედით 7 ნოემბერს მას შემდეგ რაც მოშიმშილეების დარბევა მოხდა და ასეც გქონდა ნათქვამი რომ თუ კი მოხდებოდა ძალადობრივი მოქმედება ჩვენ მივიდოდით და თქვენ მეკითხეთ ვამჩნევდით თუ არა იქ რაიმე ძალადობრივს ან ორგანიზებულს ესეთ რაღაც გადატრიალების მაგვარს მე მინდა გითხრათ რომ ჩემი შემჩნევით და ჩემი შტაბეჭდილებით არანაირი დამამხობელი ორგანიზება იქ არ ხდებოდა მიტინგის ორგანიზატორების მიერ და ამ აზრს კიდევ უფრო მიმძაფრებს ერთი რამ რომ რამოდენიმე დღის წინ როდესაც ათეულათასობით ადამიანი იდგა იქ მაშინ უფრო დიდი შანსი იყო დამხობის რაც ამ ხალხის მიერ არ იყო გამოყენებული და რატომ უნდა გამოყენებულიყო ასე შედარებით ძალიან დიდი დიალოგზე გამოთქვა ზოგიერთმა ძალამ სამაში იყო ჩართო და ძალიან სასიამოვნოა რომ ეს დიალოგი მიმდინარეობს და მე ძალიან მოხარული ვარ რომ სამივე თქვენ ერთად ხედავთ ჩემს სტუდიაში რა ეტაპზე არის დიალოგი დღეს ბატონ დავით ბატონო პალიკო კი ბატონო პავლე გიცნეთ სიამოვნებით მე ვფიქრობ რომ დიალოგი მართლაც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და იმედი მაქვს რომ ყველა იმ ძალას რომელიც ჩართულია ამ პროცესში მართლაც ეყოფა იმის განცდა რომ ეს დიალოგი არის აუცილებელი საბოლოოდ აი ამ პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად ეყოფა იმის გამბედაობა რომ გარკვეულწილად შეაჯეროს პოზიციები სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან და მე ვფიქრობ რომ თუ ყველა ძალის მხრიდან იქნება ზუსტად ესეთი განწყობა, იქნება სურვილი რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განხილვის საგანია, დარწმუნებული ვარ რომ ეს დიალოგი შედეგს მოიცავს. საარჩევნო კოდექსი არის ერთ-ერთი საგანი, რომელსაც განიხილავთ რამდენადაც ვიცი, რა ეტაპზეა მისი განხილვა, რა დათმობაზე წავიდა უმრავლესობა, რა წინადადება აქვს ოპოზიციას, ეს არის ალბათ საინტერესო კითხვა. კი ბატონო, მოგახსენეთ, პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ თავდაპირველადვე და დღესაც მე მგონი ესეა იყო ორი ძირითადი საკითხი, რომელთან ირგვლივაც, რომელს შესახებაც მიმდინარეობდა მსჯელობა. ერთი ეს იყო პარტიული წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მეორე ეს იყო მაჟორიტარული წესით მანდატების განაწილების საკითხი. პირველ ნაწილთან დაკავშირებით მე შევეცდები უბრალოდ ჩამოვაყალიბო თუ რა იყო და როგორ იცვლება წარმოდგენილი ახალი ცვლილებების პროექტით და რა მდგომარეობაშია დიალოგი.
დღეს მოქმედი ნორმებით, ვიდრე შეიცვლება ეს საკანონმდებლო ცვლილებებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ არის არც ერთი პარტიული წარმომადგენელი, არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი. ცვლილებების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება 13 კაციანი, აქედან 6-7 იქნება პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, 6 იქნება პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ არჩეული პირები. ბატონ დავით, მისაღებია ეს ვარიანტი თქვენთვის? საარჩევნო საკითხებამდე ჩვენ დიალოგზე გქონდა სხვა სერიოზული თემები, საანგეო მდგომარეობის შემოღების მიზეზები, მიზნები, ამოცანები, მისი გაუქმების საკითხი, ამაზე გაიჭიმა უსასრულოდ, დღეს რომ დავთავრდა საანგეო მდგომარეობა, ეს კარგია, ჩვენთვის გაუგებარია რატომ იყო ის საჭირო წინა დღეებში, მაგრამ ეს დასრულდა. მეორე მოთხოვნა იყო მედიის სრული თავისუფლება, თქვენი მათ შორის რასაც იყავით შეზღუდული, ტელეკომპანია იმედის, კავკასიის, TV25-ის ბათუმში, რომელიც დღეს საღამოს მე არ ვიცი ჯერ კიდე გავიდნენ თუ არა ეთერში, კვლავ პრობლემები ჰქონდათ იმათ. ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული და ეს დღევანდელი ეგრეთ წოდებული ფილმიც ამ მიზანს ემსახურება, ამ ამოცანას, რომ ესე იგი ჩვენ მოსახლეობას აუხსნან, რატომ არის იმედი დაკეტილი. ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული. მესამე იყო მოთხოვნა პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელიც დიახ პოლიციამ გამოიყვანა წყობიდან და პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე მერე თუ სხვა რამეს ჩაიდენს, ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ ვამბობდით, მივედით მოსალაპარაკებელ მაგიდაზე ამ წინადადებით. ჩვენ არ ვსვამთ ახლა საკითხს ამ 7 ნოემბრის დარბევის ორგანიზატორთა, შემსრულებელთა, დამბრბევთა პასუხისმგებლობის თაობაზე, თუ თქვენ ეხლავე წყვეთ დევნას იმ მოქალაქეების, რომლებიც იყვნენ მშვიდობიან აქციაზე მოსული და რომლებიც ჭკუიდან გადაიყვანეთ თქვენ პოლიციამ, რომელმაც დილას დაარბიეთ მოშიმშილეები. ამ თემაზე ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ არა, გაგრძელდება გამოძიება იმ ხალხის მიმართ, ვინც ქვაისროლა, ვინც პოლიციას ხელი შეუბრუნა და ასე შემდეგ. ამასობაში. ეს იყო უკვე, თუ არ ვცდები, მეხუთე დღე 7 ნოემბრიდან. როდესაც დავსვით საკითხი. თქვენ ახლა მთელი პოლიცია დაკავებულია იმითი, რომ ეძებს ვინის როლა ქვა რიყეზე ან სხვაგან. და თუ იყო ვინმე მისული კობა დავითაშვილთან, რომელიც ყველასთვის ცნობილია, იყო ნაცემი ლილოს ელიავას ბაზრობასთან, იყო გატაცებული და აღმოჩნდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელშიც ბუზი ვერ შეფრინდება ისე დაცული ობიექტი. ესე იგი ვიღაცამ შეიყვანა ისეთმა, ვისაც ჰქონდა ამისი უფლება, ისე იმ ჰოსპიტალში წაბრძანეთ და ნახავთ როგორ შეხვდით. 5 დღე იყო გასული იმ დღიდან. ესე იგი რა ხდება? სამართალდამცავი ორგანოები კვლავ რჩებიან ერთი პოლიტიკური ძალის მსახურ ორგანოებად და არა წესრიგის დამცველ კანონიერების აღდგენ და ზოგადად ამ საქმის გამომძიებელ ორგანოებად. ეს საკითხი კვლავ ღია და გრძელდება ეს დაკავებები და ეს ყველაფერი, თუმცა საპასუხოდ მეორე მხრიდან რაიმე გამოძიების მაგვარი არც კი დაწყებულა. ეხლა გადავიდეთ საარჩევნო თემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ერთ რამეში გავერკვეთ. ჩვენ ოპოზიციურმა პარტიებმა ივნისში მივმართეთ ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ძალიან კონკრეტული წინადადებებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით. და ვთხოვეთ მათ, ვიცით რა ჩვენი ხელისუფლების ზნე და ჩვევა და მათი დამოკიდებულება საკითხისადმი, თუ ჩვენ რამეს შევთავაზებთ, ცხადია ისინი არ გაითვალისწინებენ. ამიტომ ვთხოვეთ, ყველა ქვეყნის ელჩი იყო იქ, EUTHOS ოფისში, სადაც მათ ვთხოვეთ, ჩახედეთ ჩვენს წინადადებებს, თუ ეთანხმებით, იქნებ თქვენ გვიშვამდგომლოთ ხელისუფლებასთან, თქვენგან წამოვიდეს ეს ინიციატივა, რომ ხელისუფლებამ არ დაიწყოს საუბარი, ოპოზიციამ შემოგთავაზა, ჩვენ არ გავითვალისწინებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა დასვეს ეს საკითხი. ხელისუფლების მხრიდან თქვენი კადრები არქივი იმედია თქვენი გადარჩენილია იმედისგან განსხვავებით. შეგიძლიათ ამოიღოთ ბატონი პალიკოს, ბატონი გიგას და ყველას კომენტარები. სასაცილოდ არ ყოფნიდათ ამ თემაზე საუბარი. გაგრძელდა ჩვენი მოთხოვნების, ასე ვთქვათ, ლობირება პარლამენტში და ჩვენ 2 ნოემბრამდე დაახლოებით 5 დღით ადრე შევიტანეთ კონკრეტული კანონპროექტი, რომელშიც იყო მოთხოვნილი საარჩევნო კომისიებში პარიტეტი, რაც ნიშნავს ნახევარზე ხელისუფლებას და ოპოზიციას. დღეს ბატონები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ახალი მოთხოვნებია და დღეს დააყენეთო. ძალიან ვთხოვთ პარლამენტში ჩახედონ თავიანთ კანცელარიაში, როდესაც ეს მოთხოვნები შესული. ეხლა დღეს ხელისუფლებამ ჩვენ რა გვითხრა? რას გვიკმაყოფილებს ამ ეგრეთ წოდებული მოთხოვნებიდან? ჩვენ რესპუბლიკურ პარტიას, კონსერვატიულ პარტიას, თავისუფლებას, რომლებიც არიან ის პარტიები, რომლებიც კოალიციური პარტიები არიან, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გეყოლებათ CSKO-ში თითო წევრი და დანარჩენი ნახვამდის. საოლქო კომისიებში არ გეყოლებათ არც ერთი წევრი, საუბნო კომისიებში არ გეყოლებათ არც ერთი წევრი.
ეს წერია იმ კანონის პროექტში, რომელიც პარლამენტმა გუშინ მიიღო პირველი წაკითხვით. ამ მოდელიდან გამომდინარე, საუბნო კომისიებში ნაციონალურ მოძრაობას ეყოლებათ 3 კაცი, ახალ მემარჯვენეებს და მრეწველებს ეყოლებათ 3 კაცი, ლეიბორისტებს ეყოლებათ 3 კაცი, დანარჩენ ოპოზიციას ჩვენ არ ვცნობთ. შეიძლება რომ ჩავერიო ჩვენ ვითხოვთ პირველი ჩვენი მოთხოვნები ყოველთვის იყო რომ ყველა დონეზე კომისიაში იყოს პარიტეტი. პარიტეტის მიღწევის სხვადასხვა საშუალება არსებობს თავმჯდომარე ხელისუფლების მხრიდან, მდივანი ოპოზიციის მხრიდან, სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. ჩვენ გვეუბნებიან საოლქო კომისიებზე ნუ გველაპარაკებით. ანუ თქვენ გინდათ რომ ეს ამ ჩავერიოთ, იმიტომ რომ მართლა შეიძლება რომ ესე სურათი შეიქმნას თითქოს არ მიმდინარ. თუ შეიძლება მე ვიტყვი, შეიძლება ჩახეთ ეს მიღებულია თქვენთან? არა, მიღებულია ეს. მიღებულია? შეიძლება თქვა ბატონ დავით. როგორ არ შეიძლება? როგორ არ შეიძლება, მაგრამ აღელვებით მე ვძანდებით. მე ძალიან პასუხოთ შემდეგ თუ შეიძლება მე ვიტყვი და შემდეგ ბატონი მამუკა თუ რაიმეს არასწორს ვიტყვი, გამისწორებს, დარწმუნებული ვარ. მე მაინც მინდა რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით დავბრუნდე ამ საკითხზე. ბატონ დავითს აქვს ძალიან სრული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიდის დიალოგი. აქვს ძალიან კარგად მიწოდებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა წინადადებები იყო იმ სამუშაო ჯგუფში, რომელშიც ბატონი მამუკა იყო, რომელშიც ბატონი კახაკუკავაც მონაწილეობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს. ჩვენ შეთანხმებულები ვართ და ეს დაფიქსირდა ბატონ დავით. პირველი მოსმენის დროს საკომიტეტო მოსმენაზე და საპარლამენტო პლენარულ ხდომაზე გუშინ, სადაც აი ამ საკითხის განხილვის დროს იყო ძალიან მკვეთრად განმარტებული, რომ ეს მოდელი იქნებოდა სწორედ ისეთივე წარმომადგენლობა, როგორც შემოთავაზებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. თუ რაიმე არასწორი არის, ბატონ მამუკა იზიარებთ თუ არა, იზიარებთ ჩაგეწერათ, რასაც ახლა საუბრობთ. შეიძლება უკაცრავად საკმაოდ დიდი დრო დაგიწყოთ. ბატონ მამუკა იზიარებთ თუ არა ოპოზიციის პრეტენზიებს? მე მოგახსენებთ უბრალოდ მინდა რომ ბატონ მამუკამ ხაზი გაუსვას ჩვენი პოზიციიდან რომელი არის სწორი, რომელიც შეესაბამება სიმართლეს და რა ინფორმაცია აქვს იმ ჯგუფის მონაწილეებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. იზიარებთ თუ არა პრეტენზიებს? მოსამართლის ფუნქცია რო შევასრულო, მე გეტყვით ჩემ აზრს და ტელემაყურებელმა თავად განსაჯოს, რას ვამბობ მე და რა თქვით ბრაბრძანეთ თქვენ. მეც მინდა ორივე სიტყვით დავიწყო იმ დიალოგიდან, რომელიც დაიწყო სამწუხაროდ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ და მინდა აღვნიშნო, რომ დიალოგის დაწყება იყო ძალიან დაგვიანებული ხელისუფლების მხრიდან. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო ზაფხულში, როდესაც ჩვენის მხრიდან მოხდა ინიცირება, მერწმუნეთ არც აქციები მოხდებოდა, არც დარბევა მოხდებოდა და არც ეს სიტუაცია იქნებოდა. მაგრამ მოხდა ეს ყველაფერი. დიალოგი დაიწყო და დიალოგის პირველსავე დღეს ჩვენი პარტიის ლიდერმა ბატონმა დავით გამყრელიძემ ამ პრიორიტეტულობით ჩამოთვალა დიალოგზე განსახილველი საკითხები. პირველი, საგანგებო მდგომარეობის მოხსნა და აქედან გამომდინარე მედია საშუალებების შეზღუდულობების მოხსნაც. მეორე, იმედის ტელეკომპანია იმედის თემა. მესამე, ზოგადი პოლიტიკური წნეხი და მეოთხე პოლიტპატიმრები. ამ 4 მოთხოვნიდან დღევანდელი მონაცემებით გვიან თუ ადრე საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად მედია საშუალებების ასე ვთქვათ შეზღუდვა მოხსნილია. მეორე, იმედის თემა არ არის მოხსნილი სამწუხაროდ და მე ვფიქრობ ეს უკვე მარტო ჩვენი საფიქრალი კი არ არის, მთელი მსოფლიო ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ კი ჩვენის მხრიდან მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ იმდენად რამდენადაც იმედის ერთ-ერთი ადვოკატთაგანი არის ჩვენი პარტიის წევრი ბატონი შალვა შავგულიძე. შემდეგ პოლიტიკური რეპრესიები, პოლიტიკური წნეხი გრძელდება და მე ამ ფილმს გარკვეულწილად ამის გამოხატულებასაც დავარქმევდი როგორც ესეთი, მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებო, მეც მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში რეგიონებში ხდება დაბარება, იყავი თუ არა მიტინგზე, რატომ იყავი მიტინგზე, აღარ მიხვიდე მიტინგზე და ასე შემდეგ, რაც თავისთავად არის რბილად რომ ვთქვათ არასასიამოვნო, ხოლო რაც შეეხება ბათიაშვილის საკითხს, პრინციპულად ეს საკითხი არის გადაწყვეტილი, აქ კვირების მომენტია დარჩენილი. ანუ 4 ამ პრიორიტეტიდან, რაც დადგა დიალოგის დასაწყისში, 2 ერთი სრულად, ერთი პრინციპში შესრულდა, 2 არ შესრულებულა. რაც შეეხება კოდექსის თემას. უпростоრად ჯერ მინდა მიტინგზე დამაკმაყოფილებელია ეს შედეგი, აი ამაზე ვთქვათ და მე გადავიდეთ კოდექსზე. თქვენთვის რა შედეგი? რომ 2 შესრულდა, 2 თითქმის შესრულდა. მოგახსენებთ ეს? მე არაერთხელ დღეს ტელეეთერშიც ვთქვი, არსებობს ცუდი, საშუალო და კარგი.
ცუდი იყო, როდესაც არც ერთი არ იყო შესრულებული და პრობლემები იდგა, საშუალო ის რომ რაღაც გაკეთდა ამ მიმართულებით და ძალიან კარგი იქნებოდა რომ ყველაფერი დაკმაყოფილებულიყო. აქედან გამომდინარე, ახლა თუ ბალის დაწერა გინდათ 5 ბალიანი სისტემით მე მაგ პერიოდში ვსწავლობდი სკოლაში, შეიძლება დავწერო რაღაც 3+-ით ან 3-იანი ან რაღაც ამდაგვარი. თუმცა წონადობა აქვს თავისთავად საკითხებს. რა თქმა უნდა, რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ბატონ მამუკა იქნებ ნუღა მიუბრუნდებით ამ თემის მიტინგზე დაყენებული შეკითხვები, ისა მოთხოვნები როგორც ეს იქ იყო საუბარი არჩევნების დანიშვნა, გადმოტანა გაზაფხულზე, საარჩევნო ადმინისტრაცია, მაჟორიტარული სისტემა და ბათიაშვილის საკითხი, პოლიტპატიმრები. სამი მოთხოვნა ამას თავად მიტინგის მონაწილეებიც ამბობდნენ, მიტინგის მსვლელობის დროს მეტნაკლებად დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ ეს განცხადება იყო, მე არ ვიცი რა მოლაპარაკება მიმდინარეობდა მაშინ, მაგრამ ეს განცხადება გაკეთდა, ღიად დარჩა თემა არჩევნების გადმოტანის თაობაზე გაზაფხულზე, ანუ კანონიერ ვადაში მე ამას ვიმეორებ, ჩვენ ამას შევაგებთ ჩვენი ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რასაც პრეზიდენტის მხრიდან მოხვა პლებისციტის ჩატარების მომენტი, რამაც ეს პრობლემა ვფიქრობ მოხსნა, როგორც ესეთი და ქართველი საზოგადოება თავად გადაწყვეტს, შემოდგომაზე ჩატარდეს არჩევნები თუ გაზაფხულზე. ახლა რაც შეეხება კოდექსის თემას. კოდექსის თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ორი ძირითადი საკითხია და ბუნებრივია ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის თემა პირველი და ბატონმა დავითმა ბრძანა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ოპოზიციის მხრიდან 6 და ხელისუფლება 1 მიიღებს ერთ ადგილს, ხოლო 6 ადგილი დაინიშნება პრეზიდენტის წარდგენებით პარლამენტიდან, ეს მართლაც 100-ია და ჩვენ თანაბრად გვაქვს აბსოლუტურად ეს ადგილები მიღებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიაში ხელისუფლების მხრიდან იყო პოზიცია, რომ ნუ გავზრდით ამ კომისიას, იმდენად რამდენადაც სერტიფიცირების, ხალხის და ასე შემდეგ პრობლემებია თუნდაც ფინანსური, თუმცა ეს არ იყო არგუმენტი, რასაც მე შევაგებე პირადად ინიციატივა, რომ მაშინ მოხდეს გაკრეჭვა კომპეტენციებისა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ანუ ნაწილი უფლებები ჩავიდეს უბანზე, ნაწილი უფლებები ავიდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისიამ შეასრულოს ტრანზიტის ფუნქცია, რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ. და ბოლოს, საუბნო საარჩევნო კომისია. დიახ, მართალს ბრძანებს ბატონი დავითი, როდესაც ჩვენ მივედით სამუშაო ჯგუფში, დაგვხვდა პროექტი, რომ ორ-ორი ადგილი ნაციონალების, ლეიბორისტების და ჩვენი ბლოკისა გაზრდილიყო 3-მდე და ამ ფორმით 7-6-ე პრინციპი განხორციელებულიყო. რაზე ჩვენ იქვე დავაფიქსირეთ, რომ არ არის ეს სწორი და ის ფორმულა, რომელიც მოქმედებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის, ანუ ყველას თითო ადგილი განხორციელდეს ერთი აუცილებლობის დაცვით, რომ ლეიბორისტებს დღეს აქვთ 2 ადგილი და უმცირდებათ 1-მდე, ანუ მათი გარკვეული შეტყობინება და თანხმობა ყოფილიყო ამის თაობაზე. იქ ბრძანდებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ჩვენ. სამწუხაროდ არ ვიცი ეს კომუნიკაციის ბრალია ბატონი დავით თუ რის ბრალია, იქ რომ ეს ფორმულა შეიცვალა, უпростоრეთ ეს შემოთავაზება შეიცვალა, რადგან თქვენ ახლა ბრძანებთ. მე მგონი ამას არ უარყოფენ არც ბატონი კახა და არც ბატონი ზურაბი, რომელიც იღებდნენ თქვენის მხრიდან მონაწილეობას, თუმცა კანონ პროექტში ეგ არ აისახა და გუში როდესაც ჯერ პირველი მოსმენით გამოვიდა კომიტეტზე, შემდეგ პირველი მოსმენით გამოვიდა სესიაზე, მე კომიტეტზეც და სესიაზეც მოვითხოვე, რომ ის ფორმულა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლითაც კომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, ანუ ყველას თითო ადგილი, განხორციელებულიყო საუბნო საარჩევნო კომისიაში და ამას დაეთანხმა ხელისუფლება. არ შეიძლება ამის ასე ვთქვათ აღიარება ჩემის მხრიდან. აქ რა წერია ბატონო მამუკა? კი ბატონო, ეგ ის პროექტია, რომელიც წარმოადგენს რომელსაც კენჭი უყარა, ხო? არა ბატონო დავით. არა ბატონო, არ გაქვთ ინფორმაცია. კომიტეტზეც და სესიაზეც მე დავაყენე ეს საკითხი და დამეთანხმა ხელისუფლება, რომ ის ფორმულა, რომელიც CSKO-ში არსებობს, გაკეთებულიყო საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე. მე დღეს მაპატიეთ. მე დღეს ბატონ დავით მოვისმინე რუსთავზე თქვენი გამოსვლა, სადაც ბრძანეთ, რომ ახლები ბუნებრივია გახარებულები იქნებიან, იმიტომ რომ მათ 3 ადგილი აქვს საუბნო საარჩევნო კომისიაში. არა ბატონ დავით, ჯერ ეს ერთი არ გვაქვს ჩვენ 3 ადგილი. და ასე მიიღო პირველი მოსმენით პარლამენტმა ჩვენი ინიციატივით ეს. მე მეორეც, სიხარულის საგანი ეს კი არ არის. სიხარულის საგანი არის ის, რომ დაინიშნა საპრეზიდენტო რიგარეში არჩევნები, დაინიშნება საპარლამენტო რიგარეში არჩევნები და ჩვენი ღირსეული კანდიდატით კონსტიტუციური გზით, კანონიერი გზით გავამგზავრებთ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. ასეთია ჩვენი ნება და ამ ნებას აღვასრულებთ 5 იანვრს. აუცილებლად ამ ნებაში ჩვენ მონაწილეობა ამ ნების ასრულებაში ჩვენ აუცილებლად მონაწილეობას მივიღებთ.